გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, დაბრუნდა ხუთშაბათს პოდკასტი კვლავ ეთერშია, თქვენს ცისფერ ლურჯ თუ როგორ ეკრანებზე როგორცაც უყურებთ. და გრძელდება YouTube-ის ხაზი ჩვენს გადაცემაში, რაბანა მყავდა წინაზე და ისევ YouTube-ერი მოვიწვიეთ. ჩვენი სტუმარი იქნება ადამიანი, რომელმაც ინსპირაცია მიიღო ერთ-ერთი ადამიანისგან ასევე და გახდა ეს travel vlogeri გიორგი მახარაშვილი იყო მოგესალმებით, ვინც შემოიტანა ეს კონტენტი YouTube-ზე თავისი ამოგზაურობით და სოსომ დაუპასა და სოსო around the world იქნება დღეს. გაიხარეთ. სოსო, სად გაგიჩნდა ეს მომენტი? რომელ ვიდეოზე? აი ზანზიბარი. რატომ არა ჭამა და რატომ მოგზაურობა ეს მოინტერესებს. ზანზიბარი რომ ნახე მივხვდი რომ ჩემი იყო. აუ კალანა ზარი ხარ ბიჭო. სოსო როგორ ახარ? ავი, კარგად. რატო აქემი თქვენ დადიხართ? სამოგზაურობ თორე. არ იქნები. რა მიჭირს? ჩვენ მეკითხა კაცი ნახე როგორ თმები რა მდგომარეობაში აქ. რა გინდა? აგია შვენივად არის. უბრალოდ აჩის გული გავახარე რა ეხ. სოსო ჩვენთან იყო ბოლოს 3 წლის წინ და ეხა ჩაწერამდე ვლაპარაკობდით რომ ბოლოს 3 წლის განმავლობაში უფრო მეტ ქვეყანაშია მოკლედ ნამყოფი სოსო ვიდრე მანამდე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბოლოს 3 წელი ყველაზე აქტიური ბოლოს 3 წელში გამედაური ბიჭო ჯერ ბევრია კი აი რა ჯერ დარჩა დედამიწაზე დედამიწაზე მაგალითად ჰაიპიანი რა დარჩა ჰაიპიანი ხო ბევრი აღარ აი ისეც ჩახვალ და ჰაიპიანი ეხა ძალიან გთხოვ შენ წამოწი ეს თემა არ მინდოდა მე ჰაიპიანი რაც იყო მე ნახე საერთოდ არ ვაპირებდი აი ამ თემაზე ლაპარაკს მართლა ეხლა მე თქვი ოღონდ ეს თემა არ წამოიჭრას მე თქვი რომ ეს ჰაიპიან ადგილებზე რომ ვისაუბრო თქო შენ თვითონ ახსენე ბიჭო და რა მერე სოსო აი როგორი შეგრძნება როცა ესეთ მნიშვნელოვან ვიდეოს იღებ ჩრდილოეთ კორეაში მიდიხარ იქ ძალიან რთულია იქ და ერთ-ერთი წამყვანი იუთუბერი, რომელისგან ინსპირაცია გაგებული, მის გამო გახდი იუთუბერი და რაღაც სურათი გიკიდია სახლში. გამოდის და კითხულობ. უცებ გეუბნება რომ აი ნუ ვიდეოს უშავდა რა ნორ. აი ეს აი როგორი შენი პერსპექტივაც გვანახო. და რა გადაცემიდან ბლენდერი გრანდიოზული ბლენდერ შოუდან. ფაფარო აქვს ჩამოწუწული აი ბავშვის აი მაგ დროსო გეუბნება რომ ეგ რა ვიდეო აი რა შეგრძნება ხო, რავი, კაი შეგრძნება იყო რა. მომინდა რომ მეც მძდარიყავი აი იმ გადაცემაში, რა გადაცემიდანაც აფასებდა ჩემს ვიდეოს. ექსკლუზიურად მინდა აქედან მოვიწვიოთ სასო ბლენდერ შოუში, რომელსაც მასშტაბურად დიდი სიამოვნებით გრანდიოზულ შოუში გადაცემაზე უარს ვერ. გრანდიოზულ შოუში ხო ვაპირებდით სხვათა შორის, თუმცა ტექნიკურად იმდენად რთული გადასაღებია ეს გადაცემა. მესმის მაგრამ ეს არა, რომ შაფრინდა სადღაც გორეაში და 20 რაღაცებს მიუშვირო, ეს არა. არა, აჩი პროდუქტების ყიდვა მართლა ძალიან რთულია. ეს არის ორი ბლენდერი, რომელსაც ამზადებს. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. ნახავდი საკუთარი თავს. რომ რა ეტაპებს გადიხართ? თულია, მართლა ძალიან დიდი შრომა. ოპა, ეხლა საინტერესო იწყება, იმიტომ რომ ის აპირებს საკუთარი პოზიცია დაიცვას. რა თქვი ხე? არა, ხო შეიძლება, ყველას ხო შეუძლია რომ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდეს. ეხლა მე რომ მოვიდა. რამდენი ქართველია ნამყოფიო შენ? არა, ეგ სხვა საშუალება რამდენი საკეკ მეორე ამბავი, მაგრამ მე რომ მოვინდომო ხო ჩავალ ჩვეულებრივ. თუ მოინდომე ჩახვალ. კოსმოსშიც ხო გაფრინდები ეგრე? ო ხო და ეხლა მე ხო რთულია. არა, ფულს გააჩნია. მარტივი არ არის რა. ეხლა სოსო საშუალება. აი რა მე არა მაქვს საშუალება. აი სოსო ფას რაის და დაუჯდა. აი ხა მაგალითად თუ ეხა რომ მოინდომე ვერ ჩახვალ. არა, ეგრეთ ჩერნობილში შენც რომ მოინდომა ვერ ჩახვალ. ეხა ვერც მე ვერ ჩავალ. მარათონს ვარ დაელოდო და ეგ როდის იქნება არ ვიცით. მაგრამ თუ იქნება შეგიძლია რომ ჩახვიდე. აი გითხრა დიდი ისამაქ მეთქი. ამას აეროპორტში აიყვანენ. აი ეგრევე აეროპორტში. ხო და მან თან ჩრდილოეთ კორეაზე ანუ კაი ვიდეო იყო მართლა ძალიან. უბრალოდ იყო რა. აი რა იმას განმაინტერესებს. აი ჩრდილოეთ კორეაში სადაც თითო რაღაც თავის გატრელებას გიკონტროლებენ. აი რას უნდა ელოდო რომ რას გააკეთებს ადამიანი გარისკოს თავისი სიცოცხლე ისე რომ შენ შოუ ჩამოგიტანოს აქ უფრო დიდი? კი.
აუცილებლად. შენ აუცილებლად ვერ ჩამოხვიდოდი. აშიკო იქ რა ქვია აფრიკაში რო ვიყავით რაღაც შავი გეტოსავით უბანია და იქ მონოდა ფული ჩაიდეო $100 გადმოიყარეო რომ იქნებ დარით დაგადგესო ვიდმე და მე ჩუბა თუ კაი კონტენტი დაიდებოდა. ბოზიშვილი და ესე გამიშვა შეჩემა ფული ესე ჩამადებინა და კამერით მომყვებოდა შეჩემა იქნება ვინმე დაგაყაჩაღოს მაგარია. ზანზიბარში ძალიან კეთილი ხალხი არის, არავინ არ გაკარებია מחარას და ჩაგვივარდა ეგიდია, მაგრამ საინტერესო იქნება. არა მე გეტყვი ერთ ქვეყანას, სადაც არ ჩაგივარდება. დანის მერვე მიკრო სამხრეთ აფრიკაში მე წამართვეს ტელეფონი. ფიზიკურად ტიპი მოვიდა და წაგარდა. ანუ ტაქსში ვიჯექი. ტელეპათიურად არა, შეიძლება ამოგაცალოს, მაგრამ ტაქსში ვიჯექი რა, სკროლავდი, პანჯარა ღია იყო, შუქრიშანზე გაჩერდა და წკაპ ვიღაცამ გარედან გამაცალა. არა, ვედი მეკითხა და სანამ გადავხედე უკვე აღარ ჩანდა. ისიც გაკიდებას რა აზრი აზრი არ აქვს სად გაიკეთე. შეიძლება წააწყდე კი, უჭველი. ხო, მაგრამ მაგას რაღაც ისინი ხო აქ find my phone. ვიპოვე, მაგრამ აზრი არ აქვს. იქ. უარეს მაშინ სად ვიხვალ აბა. სოსო ეხა შენ არხზე ყველაზე ბევრი ნახვა რომელ ვიდეოს აქვს? ჩრდილოეთ კორეას. ყველაზე მეტი ჩრდილოეთ კორეა. თვითონ კორეელებიც უყურებენ აინტერესებს სხვა არა, აი ანტარქტიდაც გონკავება. ანტარქტიდაზე ვინ იყო კიდე ერთი ქართველი იუთუბერი იყო კიდე. შეიძლება იცოდე. კაკოს ვიზიტი ცოტა კონტროვერსიული გამოდგა. არა, დაცულ ტერიტორიაზე ეგეთ რამეს რა აკეთები. ნაკრძალში. აი, ვიჯე, არავინ არ აწუხებს და ჩუმად და ეს კაკო რეებს შეგვარცხინა მთელი. თავი მოგჭრა. არის იქ რო ჩადიხარ ყინულზე, რამეთო ქართველები აღარ დაიშვებიან. კიდე კაი შენ არ დადიხარ ხოლმე. ბევრ ადგილას. მე? თავს როგორ ვიქცევია ჩიკო? იმენა. ნორმალ, კარგად ხო? რა როგორ იქცევი ახლა? ნამყოფი მაინც არ ვიყო შენთან ერთად. საზღვარ გარეთ. კადრში კარგად იქცევ. არა, ეგ თურქები ბიჭო. მე რა. გერმანიაში თურქსა რა უნდა, ჩემ არ უგონო მებლა. გერმანიაში ზე თურქია გახდა. ვიცი, მაგრამ იქ როგორ თვითონ გერმანელები ვერა ჭამენ თურქებს და მე მივაწექი აქედან რომ ერთი ჯერ ვერ ვიტანო თან. მარტო რა წახვიდე? აი აჩი ხა მოვყავდა ვინც ენა იცის და არა ყოფილი. არა, მარტო ყოფილხარ. მარტო როგორ ყოფილხარ? აი სოსო როგორ წასულა და უმოგზაურია? ეგრე არის. ეგრე აქედან გავფრინდები, მე მგონი. ხო ვერა. გეიც ვერ ვიყო, რომ გავფრინდე. ეგრეც უნდა არის საქმე? ვისამაქ რა, HDMI რომ ჭის, პროსტო ჩერდები. აი უცებ შევა. აი ვაფშხარაც გადავეს თუ წამოვიდე. რა გჭირს? ანუ ეს ეგ ოფიციალურად გჭირს, ანუ? ო, და ვაფშე ექიმთან ვიყავი იმ დღეს და ეს რო ვერ დავბივარ, თურმე მენჯების პრობლემა მაქვს. ჩემი მენჯები არის ეს. და მაგის გამო არის რა. ეხლა თუ არ მივხედე დაგეძო 45 წელს ასაკში შეიძლება ვერც გაიარო. არა. ეხა მეილი აფეთქდება შეჩემა კლინიკები არა, მომწერენ. კლინიკა ვიყავი იმ კლინიკაში ბაში რომ მომწერა და ძალიან რთული ეგ ხერხემლის თემა არისო? მენჯები არის არა. ტვინზეც რო გაესინჯო ხო არ გიფიქრია. მან შემა მანდ შენ მაქან მოდის. წელი ამტკივდა ბიჭო ძალიან და მაგის გამო თურმე. ბევრს ხوار ზიხარ. არა, მაგის ბავშვობის 6 წლის ასაკში რომ მაშინ გაეგოთ ეს ამბავი, გამოსწორდებოდა. ეხლა ვეღარ გამოსწორდება რა. ნუ მაგრამ პროცესის გაჩერება შესაძლებელი არის. კი გამოვა ეხლა მაგარა. ისურებ ჯანმრთელობას. აუ გუში სხვა შეიძლება რაბანას არ უთქვია რამდენი ჩაირეცხა წინა პოდკასტის მერე და დაურეკე კითხე რა. შენ დაურეკე რა. იცი სასო ეგ ამბავი? არა. წინა პოდკასტში რაბანას დასახმარებლად აუ შენ დაურეკე. ანგარიშის ნომერი გამოვიტანეთ რა. შენ დაურეკე რა. და რისთვის ანუ რისთვის დასახმარებლად? რა იწოწონა, გაიგე. მოსწავლეები არ ყავსო და. გააჩვენეთ მაშინ ანგარიშის ნომერი თქვი მეს კი რა. არა იყოს 5-9. აი ეგრე თქვა, გაიგე. ხო და იმის მერე აფშე არის გამოჩენილა. ლინკი იყო აღწერაში? არა, გამოვიტანეთ ეს ვიზუალურად. ვიზუალურად ახლა ხერთნა ეკრანი. 2000 ლარი მაინც თუ შეეწყეთ, 500 ხონა მოგცეს. არა. რა? ხო, ვიან არ გითხოვს არაფერი მაგ. გავიგე, მაგრამ ბეგარა ხო აქვს თავის დახმარებას. საკომისიო. ეგ შენთან სერვერზე ბეგარა და ესა. რაბანა ტელეფონს არ პასუხობს და იმ დღის მერე მე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ანუ გადალახა საზღვარი უკვე. მაგრამ ეხა არ ატი სოსოს თუ შეხვდება სარმია. სოსო თუ ნახე უთხარი რომ 500 ლარი მოსატანი. სოსო, შენი კომპანია ახლა რომ გააკეთე მე ცალკე ეს travel თემა როგორ მე არ სპონსორებ იუთუბერებს. მე სხვა კითხვა მქონდა, მაგრამ აი გიორგიც კარგად რა, ნორმალურად. მაინც მას გასწაფასუხი. აი, იმას არ დაუსრულებია კითხვა. მაინც მას გასწაფასუხი.
ჯერ არ არის რა მაგ დონეზე რომ იუთუბერები დაასპონსოროს. მაგრამ ყველაზე ჭკვიანა ერთ-ერთი იუთუბერი ხარ ვინც ბიზნესი გააკეთა და გაუმართლა მე მგონი რა და სწორად დაარტყა. რატომ? იმიტომ აბა სხვებს ყველაზე დაგვაჯო შეჭმას გავაკეთეთ. კაკო. კაკოს ბიზნესი კარგად წავიდა კი. კაი სტარტია ძალიან. ეხლა შეჩემა ნეგატივი ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ კარგად ამხელა ჰაიპზე ნეგატივი იქნებოდა იას. დიდი ნეგატივი იყო ძალიან კაკოზე. ზოგადად მაგხელა ჰაიპზე ყველა ვარიანტი იქნება ნეგატივი. რა, არა ენერგეტიკულია თქო მაგას გეუბნები და პროდუქტი ვიღაცას მოწონს ვიღაცას არ მოწონს. ჩემი აზრით ენერგეტიკული აი კალა თქვა წინაზე ყველაზე არაპრეტენზიული პროდუქტია რა. ანუ ენერგეტიკული ან გიყვარს ან სვავ ან არ სვავ რა. ანუ ხო რა. კაი. ძალიან კაი სტარტი ხონდა მე მაგრად მომეწონა. არა ჩემი გასწრაფი და ყველაზე ისეთი რა რომ აი დიდი ჰეითი არ მოყოლია იყო შენი ბიზნესი ალბათ რა ხო. ხო, მაგრამ ჩემსას მაგხელა ჰაიპი არ ქონია. რო ქონოდა შეიძლება ჩემსას მოყოლოდა ნეგატივი. არა, ეგ ისეთი ბიზნესია, ნახე travel თემა. მე მგონი ფასებზე ქონდა რაღაცა, შენც გადავაუდი, მე მგონი ანტარქტიდის ფასებზე. ანტარქტიდის ფასებზე დაგიწერეს კომენტარებში. მართლა ეგრე ღირს, მაო. გავიგე არა მე უნდა ჩამერიცხა აღარ მომწერეს. ხო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და ფიზიკურად. რა ღირდა? აი, იყო მე მიცხრე. 56000. 56 ხო. ფასებზე ერთი დაინტერესებული პირი იყო რეალური დანარჩენი არა. და დაინტერესებული პირი დაინტერესებულად დარჩა თუ? არ ვიცი, არ მახსოვს. არ გახსოვს. აღარ მიკითხავს მე რა მოხდა. აიცა ბიზნეს რახან შევეხეთ ეხლა მაისური გაცვია რომელიც შენი ტურისტული არ არის როგორც ვიცი სხვა რაღაცა არის სამოგზაურო ინტერნეტი ესეც ჩვენი კომპანია ჩემი და ჩემი მეგობრების გაკეთებული რომელიც უკვე გაშვებულია გაშვებულია კი და მიკროფონი გაწია ცოტა გამოჩნდეს კარგად არ ჩანს წარწერა აი ეხლა ნომიო ქვია ნომიო როცა მოგზაურობის დროს ინტერნეტი გინდა ნომიო არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ესეთი რეკლამა. ვერ შემოგედავები, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი გვასპონსორებს. ამიტომ ამ ეტაპზე დავტოვოთ სუფთად როგორც მე საერთოდ არ დაუსპონსორები ვარ მაგ კომპანიას და მეც ვერ შევედავები. ხო, თორემ ახლა აპიებ და ძალიან კარგი რეკლამას უკეთებდი მართლა. ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამა იყო ის. ფოტოშორის მახარასგან გავიგე მე. მოგზაურმა კაცმა. რა გაიგე აბა? იმხსენებელი კომპანიის შესახებ. არა, კომპანია გავიგე, მაგრამ რას ყიდიდნენ და რამდენ ლარად თუ ეგ თუ იცი, იმიტომ რომ მე ვერ გავიგე. ნუ ზოგადად კომპანიის შესახებ გავიგე. კომპანიის შესახებ მე სხვა ძალიან მარტივი რაღაცაა, რას ქვი, რას ყიდენ და ანუ ინტერნეტი ერთი კამაზი ინტერნეტი 3 ლარად. არა, მე ესე მითხრა რა მახარამ რომ ერთი რაღაცა მეგაბაიტი თუ შეიძლება რაღაცაც ღირდეს. ანუ 10 მეგაბაიტი შეიძლება ლარიც კი ღირდეს, სადა. ანუ შეიძლება არ ღირდეს, ანუ შეიძლება 30 ღირდეს. ხო, შეიძლება 30 ღირდეს. მაგრამ თვითონ მახარას ტექსტი იყო უბრალოდ სარეკლამო რომ ყურადღება მიექცია ყურადღება და შესულიყვნენ გადაობ თორე ხა მახარას საიტზე შესული მახარას დასპონსორება ყოველთვის კარგი იდეა. ნომიო G არსებობს ხო ალბათ საიტი. საიტი არა, აპლიკაცია. აპლიკაცია ნომიო შეუძლია გადმოწერონ და იქ ყველაფერს მარტივად ნახავთ. Digital SIM-ი, მიაბი, next. ესეც შეკითხვა მაქვს სოსოსთან რა. ეხა რეალურად თამასა ისე აწეული გაქვს რა. რამე არსებობს ისეთი, რაც რამაც შეიძლება ან მსგავსი, ან მეტი რაღაცა ის გამოიწიოს ჰაიპი, რამე თავში გაქვს მიმართულება? კი, ანუ ესეთი მიმართულება არ ამგონია. ესე ლოკაცია შანსი არ არის, რომ რამე ისეთი ნახო, რაც ეხა სამხრეთ კორეას აჯობებს, მაგრამ ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება უფრო რაღაცა შინაარსით საინტერესო ვიდეო გააკეთო ისეთი, რომ ადამიანის ემოციებზე ძალიან იმოქმედოს. რატომ მოსკოვი? მოსკოვი ნახე უკვე ესა რა. გახდა მოსკოვში. მოსკოვი. ან რა იცი ხა კაცმა ისე მიდის ცხოვრება ხა რაღაც ქვეყნებში რომ შეიძლება სადღაც დიქტატურა გაიჩნდეს და მე იქ იყოს საინტერესო ჩასვლა. კი, შეიძლება. შეიძლება წასვლა. შეიძლება წასვლა. წასვლა გართულდეს. შეიძლება გართულდეს. ბიჭო, დიცი რა მაინტერესებს? ხო HTML-ის და მოვიწყდა. მე შემიძლია სოსოგიჩიო გურიაში ბრინჯულას დასაგემოვნებად ჩასვლა არის ძალიან საინტერესო. ბრინჯულა? აი, მთელი ისტორია კამ ბრინჯულას რა. საქართველოს შეტყოდა. კი, არა, ეგრე როგორც კორეას უძგებით და იმას ყინულებს უძგებით. რატომ უძგებით ეგრე საქართველოს? რატომ? ძმაუშე ჩემივიდები. ყველა ვიდეო ნანახი მაქვს. ყველა ვიდეო დასაწყისი. როგორ მოვუდგა? შენთან აბსოლუტურად ჩუდოდ კორეაში არაფერი არ გაუკეთებიო, ისეთი განსაკუთრებული. აი, პროსტო დადიოდა, ბიჭო. მიდიან ტრაქში თვითონ ატაკენ, რაღაც გააღიზიან რა. ატაკებდა მერე გატაკებენ. იმას რო უყურე, სურათის გამო რო ის ტიპი რო ტირის, რო აღრჩობენ, კი არა და რო ბრიდავენ, ბიჭო, გავიცომ რო გაანთავისუფლოს.
ეგეთი ჟუტკი არაფერი არ მინახავს. ხო და ეგ რომ მქონდა ნანახი, იქაც ისეთ შეშინებული ვიყავი იქ რა რაღაც მომენტში, მაგრად მეშინოდა რომ მე რამე ზედმეტი არ გავაკეთე. მოაკეთებდო კიმ ო, მან მაგრა შემეშინო. ვინმე არ ნახოს ხო? რომელია? ქვეყანაში. ეს ციტატა. მეორე სოსო არ იქნებოდა თა. ციტატა ჩვენებს სოსო ერთი არის მარტო იქ აუ, ჩასულ. ისეთები ვიფიქრე. მაგ მომენტში ალბათ დაძაბული ხარ, ხო, ფსიქოლოგიურად, აი რაღაცა ფხაკუნზე სასტუმროში რა წარმოდგენა გაქვს, რომ შეიძლება დამადგენენ ვიღაცები ნებისმიერ დროს. ქვეყანაში ვიყავთ. ბიჭო, არა, ბიჭო, აი მართლა ანუ აი მაგარი კითხვა გააჩნია. არ ვიფიქრე ასე მართლა. ახშობენ შეჩება მაგათ. ვის? ბიჭო, ყველაფერს აკონტროლებენ. თოთ ვერ გააკონტროლებენ. არა, მოხდა ვერ აი თუ არ აყავთ. არა, ბიჭო, აი საინტერესო კითხვა დასვა. ვიყავთ. არ ვიცი, მაგრამ აი დაღევასებათ რა. ყავთ, მართლა? მაგით ერთობიან სვამი. ნუ აუნა გააკეთო, შეგებულები არიან. ანუ რო დატყვებიან მე ერთმანეთში აქვთ, ანუ ის არ არის, წავედით ახლა მახა რაღაც არ დღეს კარგად გამოიყურები. მოახჩი. ბიჭო, არა, აქ საბჭოთა კავშირის დროს სექსი იყო, ხო იძახიან ხოლმე რა და. ბიჭო, შეიძლება ყავთ ხა, არ ვიცი. ხო, მაგრამ როგორ არ ახს? ჩვენ არ წავუყვანი ვართ. ყველაფერს აკონტროლებენ, ადამიანები შეშინებულები არიან ხო რა. და მაგას როგორ ვითარდებიან რა? რა ის გარეშე? ის გარეშე ძალიან წინ. დისციპლინაა რა. მოჩვენებითი ის არის, ხო, აი ძალიან გამართულად მუშაობს რაღაც, მაგრამ ეს არის იმის ხარჯზე, რომ ადამიანები დაშინებულები არიან რა. ეხ სოსოს რო იყო ჩასული, რაღაცა ხაზი ქონდა, რომ ეს უნდა გადაეღო, ეს უნდა ევლო და ვერ გადაუხვიე, ხო იმას. ეგრე არიან ისინი. სასტუმროდანაც ვერ გახვიდოდი. მაგრამ აი მე იცი რა მაინტერესებს ის ტიპები რა, ვინც იქ გაიზარდნენ. იმათმა ხო არ იციან გარე სამყაროში რა ხდება და შეიძლება ბედნიერებიც არიან. სხვა რამე რო არ იციან რა. რაც ხო რითიც გაიზარდნენ, იმის გარდა არაფერი არ იციან. ვიღაცები ხო გარბიან, ანუ ხო, ვიღაცები გარბიან. ინტერნეტი არ არის? არ არის. არის, მაგრამ თავიანთია. თავიანთი საიტები აქვთ. ყველაფერი თავში და ისა. და შეუძლია ვიღაცას რომ პორნო საიტიც არ არის, საწყლები. ეხლა მაგალითად წინა წელს რაღაცა 103 კაცი გაიქცა, მეტი არა, ძალიან ცოტა გარბის ყოველწლიურად რა ბოლო პერიოდში. აშენებენ და აშენებენ. ოფიციალური ინფორმაცია კი არა. ეგ მაგას იტყვიან, აბა რას იტყვიან, მეც ხო არ იტყვი რომ ბევრი გარბის. ინფორმაცია როგორ გამოიტან? როგორ გამოიტან? სამხრეთ კორეაში გავა, ან ჩინეთში გავა. გაქცეული იტყვის მე რომ გავიგეციო. ცდელობა ალბათ ბევრად მეტი იქნება, მაგრამ ალბათ იჭერენ. იყო სევდიანი, აი შენთვის ძალიან აი ეს ყველაფერი თუ ვერ იგრძენი მათი სევდა იმდენად. მე აი რა ვიცი, გიდების სევდა მაგალითად ვიგრძენი რა, გიდები ცოტა გათვითნობიერებული ტიპები იყვნენ და. ხო. აი ხალხი რა ვიცი, რაღაცა ძალიან ისეთები იყვნენ. NPC ხო? ხო, აი ცეჩი, აი ზუსტად. ეგ შეგრძნება ქონდა, ხო რომ მსახიობები არიან ალბათ, ვისაც უნდა ჩვეულებრივი ხალხი. ეგ შეგრძნება არ ქონდა. არა? მაგრამ ქონდა ის შეგრძნება, ვაფშე ქუჩაში რომ დავდიოდით, ყურადღებას არ გვაქცევდნენ და მგონია რომ გაფრთხილებულები იყვნენ თავიანთი რაღაცა ტელევიზიებით ალბათ. რო თუ შეგხვდებათ, არ მიაქცევთ ყურადღება, არ ვიცი რა, როგორ შეიძლება არ მიაქცევ ყურადღება კამერიან ტიპებს უცხოელებს შენ ქვეყანაში გორში ვაქცევთ ყურადღებას, სტალინზე ჩამოდიოდნენ გერმანელები ხოლმე, რა მოუპაროთო და იქ როგორ არა ხო თან რო ჩამოდიან ტიპები ეს თავისუფლად კამერებით რაღაცა იღებენ, ანუ ინტერესი ხო შეიძლება გაგიჩნდეს. NPC რო ხარ შენ ცხოვრებაში. გეგონება სპეციალურად არ გიყურებენ რა. ანუ როლპლეია מחარ ეგეც რა. თამაშში ვიყავით. გამოყლებულები არიან შეჭება. მე რა მეტყვი ის რატო აძლევს უფლებას რომ შემოვიდნენ ტურისტი, რა ცდილობს მაგით, რომ რა ინფორმაციას გაიტანს ტურისტი. აი, კიმი რატო აკეთებს მაგას, რომ მოჩვენებითაც შეიძლება რომ ხჩაკეტი რომ იმათთვის აკეთებს თავიანთი ხალხისთვის, რომ აი ჩამოდიან ჩვენთან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. შეიძლება ხო. ანუ ბოლომდე რომ ჩაკეტოს და თქვას რომ ციტი ვერ გადმოფრინდება და საერთოდ ერავინ ვერ შემოვა, შეიძლება იმათ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა. იქ თავიანთი კამერებით გვიღებდნენ და მთელი ამბები იყო დრონებით და რა ვიცი. ძეგლთან მიგიყვანეს, ხო? ძეგლთან პატივი ვეცით, თავი დავუყარით. აი מחარ, აი შენსაც ჩამოგახჩობდნენ შეშე. აი ამას რო გააკეთე. სომლას მივაგე პატივი. მაგას აი მიაფურთხო რა. რა მიაფურთხო შეჩემა, რა აგალოკინებენ ტრაკით შეჩემა. ჩვენი გუნდის წევრმა ერთ-ერთმა. აი ეს მამაღლად რაღაც თქვა და ისიც აი ძეგლთან რო ესე რო თქვა, გადათარგმნია? არ ვიცი რაც ვერ გავრის აი კაი შეჩემ აუ მე ვერ გავრის ანუ
გამზდელი. აი არა, body language-ზე გეტყობა ახლა რომ აგრესიული. აი ეგეთი რაღაცები რო გააკეთო, შარში. body language-ზე გეტყობა, მაინც რომ აგრესიულად ლაპარაკობ. შენი, აი ცოტა უნდა შეცვალო. შენი დედა. მაგრამ შეიძლება და აი ძალიან ნაზარი რო გადათარგმნო, შეჩი. რო გადათარგმნონ? სანამ გამოხვალ იქვე თუ გადათარგმნეს, შარში ხარ. შეიძლება ციფრში არ წაგიყვანო, ეგრე მანდ დაგხურიტონ მართლა. შეიძლება გადაგადონო. ანუ ფეხი რო აუჩქარა ჩემ აი მე გადაგადონო. ერთად იმა ფეხი აუჩქარა და მაგაზეც კი ეჩხუბნენ რომ ნელა და ზრდილობიან. ჩეტიაში იყო რომ გარბოდი სწრაფად პოლიცია მოგზდებდა Vice-ში. გადაგადონე და აი ეს ფილად ჩამოგასხამენ, რაზეც უნდა დადგერ ფეხებით რომ აი ამას პატივი ისწეშე ჩემო. ესეთი რა თვითონის კაი ტიპი იქნება, კიმი რა. აუ, მაგრად მაინტერესებს რა ტიპია. როდმანთან როდმანთან. ეკიდება პოდკასტი. ჰადე გიყარა, ცუდი რატო უნდა იყოს? რაღაცეში. შეიძლება ესეც გაგიკეთოს რაღაც ზოელში. ეგ კაი ტიპის ინდექსი არის, კაი ტიპის თუ აი, ხო, აი, როარელოდები რა. დიქტატორის შევა კიმჩენინი. თან ატომური ბომბი რო უჭირავს. პუტინი და ეგ რო გვინის ჭიქები რო უჭოთ, ეგ ვიდეო არ არის? ესე რო ყოლა მან ერთად. არენდობიანი აი. რო ეხა რაღაცა ორი განდონი იმას შეხვდა. ხოში გააქვს, მაგრამ ამას ეს ვერ არის რა, ის სისტემა აქვს პუტინს ეგ. ბიჭო, არა და რო შეხედავს, მაგარი საყვარელი ტიპია. იმე ბიჭი არის. დედას ბიჭი არის, რომელიც გაამწარეს ბავშვობაში და დედა ყველაფერს და. კი, გაამწარეს, ეგეც იმ რეალობაშია გაზრდილი, უთხრეს რომ შენ ღმერთი ხარო რა. თუ ეგენი ხო ისინი არიან, თან რელიგიური. ხო, მაგრამ იმას ხო აქვს ინტერნეტი. დატვირთვაც ხო აქვს მაგათ. ხო, ის აზრზია რა ყველა. ის ხო აზრზის საცხო. აფსაცხო უზის უეჭველი. ხო. ამერიკის ოზევსის დადის. მე მგონი რომ იმას არ ჭირდება შეჩება ის არის. აუ ბიჭო ძალიან მურტალია. ხო და ეგ მე მეგონა რომ სპეციალურად აკეთებდნენ რა და დასანახად ხალხ და მე მგონია რომ მართლა ეგეთები არიან კი ურაში გაქვს. თორე სკოლებშიც ხო ვიყავით და სკოლიდან ეხა წარმო პირველი კლასიდან რომ გასწავლიან რომ აი ეს არის შენი ღმერთი და მე ის რო კვდება რო იზრდები რა ტირი ხარ. აი ეგ რომელი უფრო ცუდია კიდე ხარ ვფიქრობ ირანში რაც ხდება აი რას უშვებიან რაღაცა ქალმა ესე უნდა ეროს და ცემენ და აი ეგ თუ აი წესრიგი როა უფრო ორივე ცუდია. ეს აქ აი ორივე ხო საშინელება. მაგრამ იქაც გძია, მაგრამ იქ გაექცათ. იქ გაექცათ ის რომ ვიღაცებმა ნახეს სხვა ცხოვრება რა. და მან ეგ შეუცვლელი პროცესია და იქ არის პროტესტი უფრო ალბათ და აქ საერთოდ პროტესტი არ შეიძლება. არ არსებობს ბიჭო, ანუ პროტესტი სიტყვა ალბათ არ თვითონ სიტყვა ამოღებულია. პროტესტი რო იყოს იგივე იქნებოდა მანდაც. ამდენიმე სიტყვა ამოღებული აქვს ვაფშე ხმარებიდან არ არსებობს შეჩება. უბედურება არ არსებობს. ერთ-ერთი თუ დაიღუპა ვიღაცა კიმის ახლობელი და ამ კიმის მერი არის ამის დამოდის მე მგონი ეს თუ დაიბრიდა ამის დამოდის ხო მაგას ამბობენ უფრო სუდი ტიპია. ხალხს უფრო შეუძლია. იმასაც ხომობდე რომ ეს ტიპი მოკვდაო თუ რაღაც ჭორები ხო იყო. ამბობენ რომ ეს მართავს პროცესებსო და ეხლაც. ხო იმიტომ ეს მართლა ბულკი შეიძლება ის იყოს. არის უნეტია. გამოდა ეხლაც დაუქნია. გადი დაუქნია ხელი დროზე. პუტინტანც ეგრე იყო ხო. იმეშიც ხარ ხო სამხრეთ კორეაში ხარ ნამყოფი. კი. ძალიან რადიკალურად ანუ სხვადასხვა სამყაროა საერთოდ. რატო გაიყო? ესენი რეპერები უფრო მაგარი ტიპები არიან? რეპერები? მი რეპერები. K-pop-ის ტიპებს ამბობ? არა, სამხრეთ აფრიკაში. სამხრეთ აფრიკაში არა, კორეაში, ბიჭო, სამხრეთ კორეაში. აფრიკაში მიძახი. ამინდა შეუთავსებლობა რომ აქვს რა. ინდოელები არა ისა ბიჭო. აფრო-ამერიკა ზანგები რა. აუ რა სუდი რა. სამხრეთ კორეაზე ვკითხე და შენ კითხობ? ანუ სამხრეთ აფრიკა გავიგე. ყველაზე სასწაული რა არის, სამხრეთ აფრიკაში ძალიან ცოტა შავკანიანია, ნაკლები შავკანიანია, ვიდრე თეთრკანიანი. თეთრები არიან. პროცენტულობა არ ვიცი, მაგრამ ორივე თეთრი უფრო მეტი არის, თეთრი უფრო მეტი. აი ეს საიდან ეგრეა. არის მაგარ არის. ეგრეა მართლა სამხრეთ აფრიკაში ეგრეა. ეს იცოდი მე ჩემი ისამა. ბევრი თეთრკანიანი იყო ხე კეიპთაუნში მაგალითად. სამხრეთ ყველაზე კრიმინალური ეგ არის ხო სადაც ყოფილი. თეთრი ალბათ. უფრო მეტია. ნუ თან შენ თავზეც გამოსცადე. კეიპთაუნი და იოჰანესბურგი და პირველივე დღეს ტელეფონი წამო. ამა თუ იმას ვხა, ესე იგი დადასტურდა რომ შავები შეიძლება რომ 2010 წელს ხო სოფლიო ჩემპიონატი იყო მანდ და ქართველები ხო იყვნენ ვიღაცები და ყვებოდნენ. შავკანი აფრიკელი მოსახლეობის რომ მობნელდებაო, კაროჩე, აი ოდნავ 0 აი უკვე მოფარებასო დაიწყესო, ვაფშე სასტუმროა გახვიდე. არა, ბიჭო, რა სიძახით. შავკანი მოსახლეობის 48 მილიონს აჭარბებს, მაშინ უბრალოდ თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 4.5 მილიონიაო. საიდან იგონებთ, ბიჭო? მართლა? არ ვიცი, მე პროცენტულობა არ ვიცი, მაგრამ ეგ შეიძლება ეხლა.
თეთრკანიანებიც არიან, შავკანიანი. აი ნაკრებში ერთ თეთრკანიანი ყავდათ მაშინ 2 წელს. სოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდა და უსტვენდნენ. მართლა? ხო, ანუ თუ ბიჭო პირველ ეგეთ რაღაც პირველად ნახე რომ სანაკრებო დონეზე ვიღაცა ტიპს ერთს მცველი იყო რა მაღალი. გვარი არ მახსოვს. ბურთს რო იღებდა უსტვენდნენ რა და დანარჩენი ყველა შავკანიანი იყო და მეთქი რა სერჩთან მეწოდებოდა ბიჭო რატო უსტვენენ ხა პირიქითაც რო ყოფილიყო. ბიჭო მართალია რომ ბევრად მეტი შავკანიანია, მაგრამ ბევრად დომინანტი არის თეთრკანიანი. ეგ მე მგონი აი ეს ხო. მოიცვალნებდება ბიჭო. ხო, ხო. 48 მილიონი და 8 მილიონი არის სხვაობა და. არა, даже მეტი. მეტი, 4 ფულიანი ტიპები თეთრკანიანები არიან. და ზოგადად ან კეიპთაუნში რო ჩახვალ, აი ძალიან მაგარი ქალაქია. ვერ იფიქრებ რომ ეგეთი ქალაქი შეიძლება ესეთი კრიმინალური იყოს. აი სუფთა მოწესრიგებული, მდიდარი, რავი, აი ძალიან მაგარი. მაგრამ კეიპთაუნში ჩვენს ხო ვიყავით. სტოუნტაუნი. ზანზიბარში შენ აფრიკაშიც იქნებოდი დამყოფი იმაში იყო და აქ. ახაც დამყოფია ხო აფრიკაში. დღეს გვექნება თამაში რაღაც მომენტში შემოვიტან ქალაქის გამოცნობა რა. როცა რაღაც მომენტში ხო, სოსოს მოუგებ. მეორე ადგილზე ვინც გავა რაღაც საჩუქოს მივცემ. მეორე ადგილზე პირდაპირ. მოვიტან მის სოსო რამე ის არ გაქვს აი ამდენ ქვეყანაში იყავი. მე ვიცი რომ ძალიან გიყვარს მოგზაურობა რა და აი ბოლომდე თავი გაქვს მიძღვნილი და ძალიან კომფორტულად ვზნობ თავს. და ხო არ გაქვს ხოლმე რომ აი მეორეჯერ ხა აწავა იქან მომბეზდა და ცოტა ხანი გაქვს. კი, მეორეჯერ კი არა, აი არის ქვეყნები სადაც არ ყოფილვარ და უკვე გეზარება. წავიდე. აი მაგალითად ბულგარეთში ხა არ მინდა რომ წავიდე, არ ვარ ნავყოფი და არც მაინტერესებს. და არის ეგეთი ქვეყნა. ზოგადია ბულგარეთი. ბულგარეთში რა უნდა. რასიზმი არის ეხა თუ არა? არა, ეს ზოგადად თქვი რა. შეუთავსო. არა, ქვეყანა არ მომწონს ხა იქ რაღაცა არ არის. დაახლოებით ვიცი რასაც ველოდები და არ მაინტერესებს იტა. ხო, თან ხო გავს ხა სიტყვაზე ვთქვით. რაღაც ქვეყნები ხო გავს ერთმანეთს მე. ყველა გერმანიის გარშემო რასაც ყველა ერთი ხარენი არის რა. ევროკავშირის ქვეყნები ყველა ერთი ჩორტი არის. მას აი რა მე განსხვავება არ მინახავს. ცირადი განსხვავებები არ არის. ბრატისლავაში ვიყავ იმედად რომ მეთქი აუ ის ფილმი მეთქი უეჭველი ეგეთი ხა თქო და იქ ჩეხეთშია გადაღებულიო შეჩემო. არა ხო. ის კადრები არის ჩეხეთში გადაღებული. ბრატისლავა მაგარია. და ბრატისლავა იყო რა 5 ქართველი ვნახე ძმები აქ მუშაობ. აი ევროტურის პონჩი რატო არავინ არ აკეთებს ვიდეოს ან ძალიან მაგარი იყო მსგავსი. იყო? კი. იყო და თან ევროპა იმდენად გაიცვითა რომ აღარ არის ყურებადი რა. ხო. არა ეხა მე რო ვიყავი ევროტურში აი მაგას დიდი სიამოვნებით გადავიყებდი ისეთ საინტერესო იყო რა. ბიჭო თან ისე აიწია ეხა YouTube-ზე თამასა რომ აი უბრალოდ ვლოგი გადაღებული ვეღარ ქაჩავს. საინტერესო უნდა შესთავაზ. ეს მაღაზიაში შევიდა კევი ვიყიდე ხო ყველა ყველას. რამე კრიმინალი. არა, სოსოს ვიდეოებს აქვს ის ძალიან მაგარი. National Geographic-ის ბიძაშვილია უფრო რა. ხო, არ მართლა საგანად. და ჩვენი ხო, რაღაცა ეს მოწიწებით ლაპარაკობს და რაღაცა ანუ სკოლებში რო უჩვენებენ შენ ვიდეოს. კი, მაგრამ ძალიან კაი. ნაბიჯია აი ეგ ძალიან მართლა მიხარია, ძალიან მიხარია.ებში კი რა მე ბევრჯერ შემოხდრია სასტუმროს ლობიში იყო ჩართული შენი ვიდეოები რა და პროსტა ლუპზე იყო გაშვებული. რაც ხო, ნახე, უსაქციო ადამიანი შენ არ ხარ? რაღაცა გააფუჭო და ხანდაკებას და მე და იმას აგინო და რაღაცა. ვისწრებელი. საინტერესო არ იქნებოდა. რა. ეგ რა აი გადავრჩევით თუ შენ ის ხო რედედი ხო არ გონია რომ ჩამოგახჭობდნენ და მე გაცოცხლდები და სხვა სერვერს გააკეთებ. მაგრამ ეგეთი ვიდეოები მაგარი ყურებადია. თუ მაგარ რისკზე წახვალ, მართლა. აი კაკომ უნდა გააკეთოს ეგ თუ ტრაკი აქ ეხა. კაკომ გააკეთა. ერთი ვიდეო ქონდა ეხა პერუში. ჩავიდეს კიმჩენთან და აი კაკინოს აბა. მან დოპამინს ეს გააჯანჯღარებენ და არა, გიგიც და კაკონს და ეს ძალიან სარისკო რაღაცებს აკეთებენ რა. კი. სადღაც არც ისეთი სარისკო. ნუ აი რას რისკავენ არ მესმის რა. არ არის ეგ რისკი რა. არა, ნუ რაღაც დონეზე არის რისკი. რაღაც ჰალუცინოგენი თაფლის გასინჯვა სარისკო არ არის. ეგ არა, მილიონი YouTube ვიდეო არის და ის. მაგრამ პერუში ხა გაგო სადაც აი იყო. გველი რო იქირაო და ვითომ გახჭობს, ეგეც არ არის სარისკო. შესოს იყო მე მგონი ხო? გველებზე მე. ყველა მეტად ადეთ. გველი ერთი გველი იქირავეთ. არა, იქირავე, შეჩემო იდგა იქ რაღაცა ანაკონდა ჯუნგლებში შეჩემო. იქ შემოღობილია, გარეთ ასფალტი არის, მაგის ჯუნგლებში გაჭო და კარები არის რა. ვლოგერებისთვის. სოსო რო გაფანტო ეხა ეგ წარმოდგენა. წაგიყვალო უნდა რა. არა, მე გველი აქაც დამიჭერია, მე გველის არ მეშინია. გველს ყოველდღე ვიჭერ, მაგრამ ის არის ხო, მაგრამ ეს დიდი გველია. არა, გველის შიში თუ არ გაქვს. არა, მარტივია. არა, კანა არ დამანახო სადმე. სოსო ყველაზე დიდი ვირთხა რამხელა შეგხოდრია სადმე. იმას ეჯვია ვირთხა. ყველაზე დიდი. შეიძლება მოკვდეს.
ბიჭო, რავი. დიღომში. აი ესე აი. ხალხალბაზოში. მაჩი მჭამა ხო? ისა რაღაც ვირთხა ხე იმაზე. ნაჩი ბიჭო. ანკელაჩი. ვირთხა არ არის იქ. ვინ? გარი? არა, ანკელაჩი რო არის, ხო, მაგან ჭამა. ჭამაში. ვირთხა არ არის. რა საყვარელი ვირთხები იყო? არა, ვირთხა. ვირთხა, ზღვის გოჭი არა ისა. ეგ ვირთხა არ არის. ჩვენ რა ვირთხასაც ვეზახით, ეგ ვირთხა არ არის. ნუ, ახლა შორსაც არ არის. არა, ის ღნეს აჭამს ეს ვირთხა იმ ტუალეტშია, ცუდია. ის ჭამს იმ რას ჭამს ის ფოთლებს მარტო. ის ურდღელი არის ჩათვალე რა. რა ჩავთვალო ვირთხა იყო მაგის დეტას შეჭამე კი არ მიყვარს. შენაგაკ წარმოდგენაში რომ ვირთხორე, გამურაც იჭმევა. მაგრამ ვიზუალზე შეხედა ვირთხა, ეხლა რა ჭამს. ურდღელი რა ვირთხა არ არის. კურდღელი ნედარი ვირთხა ყოლა საყვარელია შეჩემა რაღაცა მოეფერები. არა, ისიც საყვარელი არის. სასო შენ ყველაზე უცნაური რა გიჭამია? ყველაზე უცნაური მორიელი. ხორცი აქვს, რამე აქვს? არა, კრევეტები კაცანებს რა. ლუდზე მისაყოლებელია მორიელი. მატლები და მორიელი, ხო, ტაილანდში. აი თაფლიანში ხამს უნდა მიაყოლო მორიელი, კაიფ. ჩაწმინდავს. ხამიანი თაფლი. მე ისა ვირთხა სხვა არ და შიმას ეშინია წრუწუნის და რაღაცის. პატარა თაგვის როში. ხო, ანუ აქ რო გაირბინა, იმას პანიკური ის აი ამ ხელა თაგვისაც ეშინია. ფსიქოლოგიურია ვიცი. ხო, ფსიქოლოგიური ამბავი. მე შიში არა, მაგრამ მე ხა ტარაკანა უფრო მეზიზღება ვიდრე. ტარაკანა შენს და შენს ორი. მეზიზღება ვერ. ბიჭო რა? ტარაკანა ტუჩზე კმენდა მე და მაგის მე ავიკიდე. რო კოცნედი მე კვედაზე გადავიდა. ტუჩზე კმენდა. სად ტარაკანა რა მოვიდა ტუჩთან? მოვიდა ვაკამდე. სოფელში ჩამეძინა. მუნფიცირებას რომ მიკეთებდნენ. სკამზე ჩამეძინა და ხამე გამოგიძა აი რაღაცის წკენამ რა და ის ქენი გამოვიძე. ხელში მეჭია ტარაკანა შეჩემა. ეტყვა ამაც ოცდა და რომ კენა აქ ვიგრძენი რა კვენა. აი ნახე, გამოვიდე. მოდი ეს თქვა. ტუჩთან არც ვერ შემონდებოდა. მაგრამ ისე რომ ხედავ არანაირი არა იმის შეგზება ვაფშია. აი ბევრფეხიანი რაღაცები, ობობები ისინი ვაფშე არაფრისა, პროსტა ტარაკანა მაგის მე ის ვკენა. კალიებზე და ანუ არიან ადამიანი კალიებზე მაგალითად. კალის ფეხს ჭამდით ხოლმე. ალია არა. ბავშვობაში არა. ხო და ეს ვაშლი დათესეთ იქნება ამ გორში დაანებოთ რაღაცები ჭამას დავიჭეჭემა. არა ბარკალი არ შეგიწვია კალიისა? რა ბარკალი შეჭემა, ანუ ბარკალი ძაღლამაღალი და თქვა მე ხო არ არის. არა. კალი არის ამ ხელა თვითონ რა ბარკალი შეჭემა. უკან ბარკალს ვეძახდით ფეხი ესე პატარა ფეხს გააძო. ბავშვები აცლიდნენ ხოლმე. და მაგასო წავს ეცხა და ჭამ. არავის გიჭამია ბიჭო. ჭამით რაღაცა არ ვიცი. ბარკალი კალის. კომენტარებში დაგვიწერს ვინმე რა. დამიწე კომენტარი. ხო, გამახსენდა. როგორი გაკვირვებული კითხულს. მე მაგის არ აქვს. ბარკალი კალი. მაყულის წვენში მაგს აჭამე ის არ აქვს. კალის ძალიან გემრიელია მართლა. უფ, დებილია. ძალიან მაგა შქმერულად კალია. კიდე ეგ არის ძალიან კალი. კალიაში ხო გეშლი. კალის ბარკალიო შეჭემა ანუ. მე სოფელში ვიყავი ეგრე. ვიწექი იმაში რა მისაღებში და ბიჭო არავდექი ძალიან დიდი ხანი რა 12 საათია უკვე და კაროჩი ხარ სოფელში ცხოვრება ხადრე იწყება და კაროჩი წევა არ ვდგები რა და არა რაღაცა თან სკროლავ თქო ერთხელ ტელევიზორს უყურებ ესეთ დრო არა ხო და ბიჭო ყურთან რაღაცა იმოშვება რა აი აქ ვიგძენი რაღაც და მეთქი ის არის თქო რა ბალიშის ბუმბული როა რომ მეთქი ბალიშის ბუმბული მომედო თქო და ბიჭო აშკარად უკვე ეს ბალიშის ბუმბული მოძრაობს რა აქ არა ბიჭო აი ესე გამოვოტრელი თავი და თაგვი ამ ხელა შეჭემა. აი სახეზე მახსოვს როგორი ნაკვთები მახსოვს. აი ესე მიყურებ და აი აუ რა წამოვხტი ჩემ მეთქი რა ხდება. ეხ მან მეც არ მესიამოვნა მაგრამ ეს რომ გაირბინოს არ მაქვს. თაგვი ბიჭო საყვარელი არის. მინდრის თაგვი არა მაგარც. ხო არა ანუ თვალებში თუ არა თან და იმასთან მან რა მომივიდა და იცი ტიპები ლეგენდის თანახმად ვიცი რომ ტიპს ძალიან როშინია ეგრევე რო უთეთრდება თქმა ეგ სინამდვილე არის მოსლა აი ეგრევე თქმა რო თეთრდება გაგიათ ეგეთი რაღაცა კი გამიგია და ჩემეზობელს ქონდა მართლა აი ეგეთი რაღაცა მომივიდა და არ გაგია ეგრევე მომენტალურად მულტფილმებში თემაში უტრირებლად მინახავს ეგ თეთრდეს არა ბიჭო მეც მეუცნაურა ძალიან მაგრამ ნუ გამიგია აქ რო ამის თაგვის შეხვედრა იყო იქს რო იქიდან ახდა და ეს აქ აი ხა თაგვი ეძებდნენ ერთმანეთს ის თაგვი და ეს და იქ შეხვდნენ ერთმანეთს ოღონდ აი ესე შეეცემა და ის ახტა და ესეც ახტა და დაიშალნენ მე იმის მერე არავის არ უნახავს არც ის თაგვი და აჩიკოთ მაგრამ აი ჭამაზე და რაღაცაზე მაქვს რეაქცია ეხა რა ანუ აი ვირთხა შეჭმა რაღაცა ვერა არ და რო აიღო აი ეგ რატო ხდება ნეტა რა ბავშვობიდან ჩვენ კულტურაშიაც მისაღებია იმას ჭამთ და აი ვიღაცა სხვების კულტურაშიაც მისაღებია იმისთვის არის ეგ ჩვეულებრივი რაღაცა რა და რასაც მიეჩვევი ალბათ ეგ არის ვიღაცა ღვიძელს რო დაინახავს შეიძლება გული აერიოს ღვიძელს ხო ჭამთ ჩვენ ქათმის ღვიძელს ჩვეულებრივად რა კიდე რაღაც კერძები არის ღორის ტვინს კეცზე აუ როგორ მიყვარს ძალიან მიყვარს ღორის ტვინი
გიჭამია? არ მიჭამია. ძალიან მაგარი. ხორის ტვინა, ძვლის ტვინი მიყვარს ძალიან. ხო. მთელ სოფლიოში. ბავშვობაში გიჟდებოდი ხოლმე. შენ ჩემო კალის ფეხს უჭამდი ძვლის ტვინი შენც იქნებოდა. ძვალი. ესე. აბა, გიორგი ჭამდა გამოგიგებდა. მარხავდი ხოლმე εμას რა ქვია. ბიჭო, ძვალი შეჭამა მეძებდი ხოლმე, რომ ძვალი მეპყო და ხრტილი მეჭამა და გამომეძო ეს ისა ბიჭო. ყველას მდიდრული ბავშვობა რანაირად გქონდა. ჯესეთ ბიჭო, არა, მდიდრული ბავშვობაც არის და არ გქონია მდიდრული ბავშვობა, მაგრამ კალის ბარკალი ეხა ცეცხლსა შევწვით, ჯერ არ უნდა გიქნა შეჭემა კალიამ, რამდენი კალია უნდა შეჭამო შენ რო გეხოს. ისო სიძლიერეს ამატებსო რა, როგორც ხელი რო უნდა გაიჭრა და მარილი უნდა ჩაგიყარა არც. ეგ არ არის სწორი მართალი და ეგ. ხო, და ორივეს ვაკეთებდით ხოლმე. კალის ბარკალს ჭამდით. მარილს ვიყ. რამდენად მოხვედი ცოცხალი ვაფშე აქამდე. ისა ტრახ. აუ ეგ მახსოვს. რაღაც ბალახი რო. ბალახს ვინი რო უკარო მიდიოდა ყელში და გახჭობდა. არის ციტეკა. ტრახ ეს ანუ ეგრე ქვია თუ? რაღაცა ბალახი. ბალახი ტრახ პირის მოძრაობა ისე კეთდება, ტრახ რო ეს უკარო შედის წინ აღარ გამოდის. ბუსუსიანი ბალახი იყო და გადადიოდა ყელში. გახჭობდა. აუ რა. კაცი ბავშვის გართობა ანუ აი შესად არა ეგ ძალიან აპრობირებული გართობის მეთოდი იყო. სად? ბალახი ეხაც არის ბიჭო, აი რაღაც ეს წოპიანი ბალახია და ამას რო იდებდი, ჯერ ზაღლები აფსავდნენ, ესე უშვებოდი. კი, სტატეგია. ეს როგორი წვეტები აქვს, იცი რო ტრახს რო იტყვის უკან ხო გადის და აღარ გამოდის რა. ტრახ და გახჭობ შეჭე ეს ბალახი. იხარა. ვიღაცამ ხო მიაგნო მაგას. აი პირველმა ხო გააკეთა ვიღაცამ. ხო და მე ვიღაცებს ატყუებდი ხოლმე, მაგრამ თამაქენი ტრახ. აი სამყურა ის ზარები რო იყო ხოლმე, ეს რომ უნდა ჩამოგეცლია. გულის ფორმის ყვავილი რო იყო და ეს რომ უნდა გამოგეცლია და ეს ზარს რო უკრავდა, ეგ არ გახსოვთ? მე მახსოვს ის მას რო აკეთებდი, რომ ისროდი. ანუ ბალახს. ეგ ხო. ეგეც ხო. დავით. ეგ არ გახსოვთ. სულები რო იყო. დავით აკავს ბოლო ინსტანცია რა. დავით ამაც თუ არ იცის უკვე. ესე რო ჩხარუნობდა ხოლმე. რა ხარ მაგის დედა. ბაყაყი გაგიბერია? ბაყაყი გამრავი ერთი ეს გამიბერია. დარჩენით ბაყაყს საწყალ ბაყაყს ყველაფერს. აუ ჩემთან არიან ბიჭო აუზში ის არის ხო აუზს ხო ხა ქვემოთ წყალი ხო დარჩა და ბაყაყემა კოხორწილები იყო გარდაცვალებები ანუ გამრავლდნენ კარჩე 20 ბაყაყი დავთვალე იმ დღეს შეჩემა რა შეჩემა სულთა ბაყები ხო და შენ გაგიმზადები ხო ჩამოხვიდე და გინდა გაბერეთ გინდა შეწვით ხო შეჩემა მართლა გეუბნები არა მაგას სპეციფიკური მომზადება უნდა არაფერი კოპლები როგორი აქვს სულთა ჩაადგო ჩამო და დაგაჭერინებ თან მინადიროთ מחარ და მე გავაკეთოთ მე არა მაქვს ეგეთ აფრიკაში ის რო გვაჭამეს გახსოვს რაღაც ზვიგენის ხორცი გვაჭამეს და მე იზეთი მანქანაში ჩაასხა და წავიდა ეგეთი რა ვაფშე არ გავიგია ეს ხო შეწვა ამ მა ბიჭო ეზეთი აიღო მანქანაში ჩაასხა და წავიდა შეჭი მახარას მაიმუნის წამოყვანა რომ უნდა და იცით ეგ ისტორია ტყიდულობდი $30 ტყიდულობდი მე ჩამოყვანის მაინც ხო და მაგაზე გავუჭედეთ რა რომ საზღვარზე ილიაში გქონდა უკვე ამოდები აი ხა მაკაკა $30 იმ ბავშვმა მოკიდი წაი გამის დედა მე ვერ გავგებიჯო მე რა მაგას მაიმუნი ხო და ეთქო უკან ბრუნდებოდა ეს მაიმუნი მე კი დავაი $30 ვივაჭ $20 თქო და თორნე რა გამოიყვან იქიდან 10 რაუნდ რაღაცები შენს რო დაგინახა რომ მაიმუნისავით იქცეოდი ესო კარგად მოუვლის ალბათ ხან და იქ რო არ ხო აი რაღაც დროის მე ყოველთვის მენატრება ეს ქვეყანა. აი თავიდან ვარო, აი ევროპაში ხო მაინც ეს ყველაფერი დალაგებულია, გიხარია რომ საღო ეს და რაღაც მაინც გენატრება რა ის აქ ძღნელი. სოს აქ უფრო დიდი ხანი ხარ ხოლმე თუ გასული. აქ. მაინც აქი. მეც ეგრე ვარ. შანსი არის დიდი ხნით რომ გავა. აი აქ ისე მენატრება აქ აურობა რომ რა. მართლა გეუბნები, იმ დღეს ორშაბათ გუშინ წინ თუ როცა იყო. ორშაბათობაზე მოვედი რაღაცნაირად დაწყნარებული და დასვენებული მივხვდი რატო იქიდან წამოვედი ნორიოდან 3 დღე ვიყავი იქ მაგარი ქვეყანა რა და ისე დავშვიტი ისე კარგად საძღელო კი არა იმენა მართლა აი ხო მაგრამ მიხედვა უნდა მეებს რაღაცებს ზაღლი სახსახ ჩუქნია აი ზაღლი გავაგლო ტვინი წეღანი ზაღლი ხაი ზაღლი რომ ვაიმე ზაღლი შევიკედე და ზაღლი მეუბნები ტვინი ზაღლმაო ბიჭო ხო მე შემოდის იქ და რაღაც აზიანებს ეზოში იქ ნერგები მაქვს, რაღაცები გამოსქენი, ბოსტანს ვაკეთებ. ჩამოგიტანე ხა დაუდებ. ხო, დაუდებ და ვაჭმევ და იმაშებ ვული, მეტი რაღაც ტვინი საღალ თქვა შეჭემ, არა, ეგ შეიძლება. დებილია თან არ ესმის ჯერ არაფერი, რაღაცა ვერაფერი ვერ გავაგებ. არ ვიცი რა ასაკისა მოვიდა. ან ძალიან პატარა, ან ძალიან ბებერია. არა.
აი ესე მან. პატარა აი სადღაც ეს. ლეკვი არის. არა, რაღაცა თინეიჯი, ჯენზი არის, ზაღლი ჯენზი. ალბათ ხო, ალბათ. დოგ ჯენზი. რა საყვარელია ძალიან. შენ სულ გადახვედი თუ? არა, აი რაღაც ყველა ვერ გადადის ბიჭო, ეშინია. რა. აი, რავი, შიგააკ. ბიჭო, რა ის მეშინია. ვაკელობის აქ რო არის ხომ, აქ ცოტა რაღაც ისეა და იქ რომ მიდის, ჰა. ვერელობის უფრო, ხო? ვერელობის. არა, ვერელობა ცხოვრების ლოკაცია არ არის, შიგნით არის. დახვრიტეთ რა. გეუბნებით, არ ახვრიტო. აცის როგორც ვიხდით, შიგ აქვს პრობლემა. სოსთან მაგ შეკითხვა რა. ამდენ ქვეყანაში ხარ დამყოფი. რომელიმე ქვეყანაში თუ გაგჩენია ის შეგრძნება რომ აი აქ ვიცხოვრებდი რა. იმიტომ რომ ახარაზე ვიცი ერთ ქალაქზე გაჩენია ეგ ბარსელონაზე, ხო? ხო. მე ამერიკაში მიჩნდება იქ. ხო. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც აი არასდროს არ მობეზრდება ჩასვლა. არ ვიცი, რაღაცნაირი ვაიბია ისეთი, რომ აი სიამოვნებს იქ ყოფნა რა, ვერ ვამბობ არ ვარ. კონკრეტულ მიზეზს. რამე კონკრეტული ქალაქი თუ ზოგადად ამერიკა, იმიტომ რომ მრავალფეროვანია. ზოგადად ამერიკა. მაგრამ ნუ კონკრეტულად ლოს-ანჯელესი მაგრად მომწონს. იმდენ მიუღწეველია ჩემთვის, რომ მგონი არ ეგრე უნდა დარჩი. მე გაბრაზებული ვარ ამერიკაში. აი, მას გააჯმენეს. ხო, ეგრე იყო ჩემთვისაც კაი ხანი, რომ ჩავედი, აუ, მეთქი სადაო. ბიჭო, აი ამას გააჯმენეს, უარი უთხრეს რა, კაი ხნით თან. ხო? აუ, იმიტომ რომ შეხედეთ შეგდით რა, იხა შემილია გასვლა, მაგრამ საყურე და რაღაცა ეხლა ნახუზე გავა. 100 წლიანი ვიზები მორჩაო. ხო. რამდენ წლიანია აბა? ეხლა 3 თვიანები. და თან რაც თანხა უნდა და მაგაზე გამიშვებენ. არა, თუ ნახე შენ მე რო ვთქვი რომ ამერიკაში პოდკასტი ჩაწერე რომ კომენტარები რო იყო ბევრი. ხო, რო ისაო, ჩამოდითო და გეოლდებითო. რა იყო ბიჭზე? ჩავარიცხიოთ ფული და დავუგაზოთ. მოწინასწორ ვაიღო იმან. ის წავა, გეური, ეს ძალიან შეცვლილი არის შეჭი. აი, აჩიკო ერთი წლის წინ, აჩიკო ერთი წლის მერე, აგარი იმენა ქეშავი კი გახდა. ეხა მაგარიცუდი ის მოხდა ეგ რა. 10 წლიან ვიზას რო გაძლევდნენ, აი ძალიან ტრამპის მაგარია. დედა დარენეროთ ყველაფერი დაალაგდება. ვინ შემიშვებს? თვითონაც ისე რომ ტრამპი შეჭება. ამერიკა თავისუფალი ქვეყანაა. Trump, hello. Დიდი რა მიმ რაღაცა გიშველება ხა. რაღაცა location, please. I'm going 10 year visa-ზე რაღაცა. 10 year visa, please give me and yeah. შენ რამდენიანი აიღე? მე 10-იანი. ხო, აბა რა გენაღლება ეხლა. როდის გაზდის 10 წელი? 2033 წელს. აი გაკრას მაშინ იქნები გასაქცევი აქედან. ის ზაზემუა. შეგილი ამახარ ტრამპის ბარათი ქვია ესეთი ოქროს ბარათი. ტრამპის ბარათი ორივე ეძახია. $5 მილიონი ღირს და საცხოვრებელ უფლებას გაძლევენ ვაფშე ყველაფერს რა დაუსხმარებლად. გაუქმე ეგ ისე. არის. არის? უი რა კარგია, როგორი кайფასია. ნორმალურია. არა თან არაფერი არ მოყვება. რომ შენ თავიდანვე დაიწყო იქ. 0-დან. კი, 0-დან. ახალი სერვერია. მეგობრებო, იმაშიც ბრიტანეთშიც ნაყოფი ხარ, ხო? თუ არა? ბრიტანეთი მე არ მოწონს. საშენო არ არის. რამდენ ქვეყანაში ხარ ჯამში? 78. 100 დაგრჩა ხო სადღაც? ცოტა მეტი, 197-ია სადღაც ჯამში. და მე რასო? ამ სანამ აქამდე ავალ დავიბრიდებია. ჩაწვევი და დაისვენებ. სხვა შორის არ ვაპირებ. თავიდან მიზანი მქონდა რომ ყველა ქვეყანა მენახა და ეხა არ მაქვს ეგ მიზანი. სადაც გამისწორდება წავალ. ისე ცოტა ადამიანია ძალიან ხო, ვინც აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ნაყოფი. მე მგონი რაღაც სია არის მაგისი. ჯუმბერლი. სია არის, მაგრამ არ მინახავს სტატისტიკა, არ ვიცი. მე მგონია უფრო მეტი იქნება, იმიტომ რომ 4 იქ იყო ჩრდილოეთ კორეაში ჩემთან ერთად. ქართველი? არა, ვინც დამყოფია ყველა ქართველზე ქვეყანა. იძახი შენ? თუ ზოგადად? არა, ქართველი. არა, ზოგადად. ქართველი ხო? აუ რაღაც უნდა მეკითხა მოიცა. და უცებ გადმოვერთე მაგლიან დაგზე. ხო, YouTube-ზე თვითონ წარმოგიდგენია რომ რამე კონტენტს გააკეთებ მოგზაურობის გარდა? ამ კონკრეტულ მომენტში არა. სხვა არაფერი არ წარმოგიდგენია. მომავალში, ანუ მომავალში ყოველთვის სულ travel. ბლენდერების შოუ მივცე ამ ადამიანს. არა, დაპატიჟე და მოვა. არა, ბლენდერების შოუ, სხვა შორის მე ვნახე და არსებობს. რა? ბლენდერების შოუ. არა, ეგ ჩვენს დავიწყოთ იმის მე ამერიკა YouTube-ი მაგრად გართულდა რა. მე ესე ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში. თქვენ გამოგართულდა თო ჩვენ თავადვე გავართულეთ. რას გულისხმობ, აბა მეც გეთანხმები, მაგრამ შენ აი ხა მაგალითად რა ვიდეოსაც ვდებდი 1-2 წლის წინ, იგივე ვიდეო რო ეხადავდო, არც ნახვები ექნება და ხალხსაც არ მოეწონება. ხარისხის ამბავში თამასა აიცი. თამასა გაკაწეული ძალიან და მაგითო რა. ხო, YouTube-ის გართულა შენსაც ბაჭი იდეურადაც კარგად კრავ რა. ამას შენ წერ ხომ მე აი ვიდეოს მიმდინარეობას? ხო, ერთად ჩემით.
თუ გზადაგზა გაფიქრდება, თუ ჩონჩხი გაქვს, რა ვიდეო უნდა იყოს ესეთი. ბიჭო, რაღაცა თავში მონახაზი მაქვს, მაგრამ მე მონტაჟისას გზადაგზა რაღაცებს ვამატებ. შენ ამონტაჟებ თუ სხვა? მე. მართლა? ტელეფონში თან, ხო? ხო. აუ, ეგრა სიგიჟე, იცი? ტელეფონში ამონტაჟებს. რა ტელეფონში ამონტაჟებ? ვიდეოს. როგორ შემოვხედა? მართლა. ხო. მეც რო გავიგე, მე ვიცოდი უბრალოდ და მე რო გავიგე, მე შოკი მქონდა. რას ვქე ტელეფონში? ხაფხაჩი. ხაფხაში ამონტაჟე. ეს ვიდეოები რას გიოს? ანტარქტიდის ვიდეო დავამონტაჟე ინშოტში და გავიდა კავიაში გავუშვი. რატო აკეთებთ ბიჭო ეგეთ რაღაცებს? ჩემი დედამ. ახლა ვერ ვი. რა, ნუ გენიალურობა სიმარტივეში. არა ბიჭო ტელეფონში ბიჭო, ამონტაჟე. მიჩეული ვარ რა. ფაილები როგორ შეგაქ ეს აი როგორ აკეთებ ამით? შემაკრა. ხომ არა, კადრი კარგად ხონა. როგორ შეიძლება ვიღაცამ თქვა რომ აი ვერ დავიწყე რა. არ იყო კომპიუტერი თუ აი ანუ ეგ არის მიზეზი. ტელეფონით იღებ, ხო? ტელეფონით და DJI-ის Osmo-ით. და ტელეფონში ყრი ყველაფერს მე. ხო. ახალი უსმა მოიწურა ბიჭო ხა ერთ თვეში გამოდის პრო ვერსია და რაღაცა ვიდეოები ვნახე ნეტა მართლა ეგეთი იყო 360 Osmo მაგრად მომწონს. კაია, კომპაქტურია და მარტივია. დიდი კამერის. და კაი ხარისხი აქვს თან. არის სამოგზაურო კონტენტისთვის იდეალურია. დიდი კამერის მე მახსოვს ერთ პერიოდი ეს გაბაზდა რომ Osmo კარგი კამერა იყო და TikTok-ზე ვნახე ყოველი სკროლი იყო unboxing-ი ამ კამერას. და ზუსტად ერთ კვირაში დაველოდე, არ ვიყიდე და განცხადებები იდებოდა ერთი. მოეყარა. აი, რატო შვებით, ბიჭო, ან ტელეფონით, მე რაც ვნახე ხა iPhone-ს არ მაგიარებ ხო, მაგრამ ეხა setting-ებს რო ჩაუჯექით ეს ლოგი და რაღაცები Winchester-ს რო აერთებ და იღებ, ვაფშე სხვაგან არის რა. ისეთი ხარისხი. აღიარე უკვე? ტელეფონი ძალიან არა, ლოგს იღებ, აი Osmo-ს რა ლოგიც აქვს, იმაზე უკეთესი ლოგი აქვს რა, ფერების დამახსოვრება. ხო, ხტები. просто Winchester-ს აერთებ თავის кейჯზე და იმით, ვაფშე ყველაფერს იმით და ეს რა სიგიჟეც იძახის რომ თავდაზე გადასკვლავ და იქ მონტაჟი დაიწყებ. ხომ არა, ნახე ეხა იქ რაღაცა კადრები რამდენად კარგად ხედავ, აი მაინც კადრების ასაქმნელად უფრო დიდი მონიტორზე არის კაი თუ ბიჭო ხომ არა წარმოიდგინე იქ რო ხარ იქვე შეგიძლია ჩაჯდე და სკროლი არა ნახე დროის მოგების ამბავში მესმის კომფორტულია რა ამოწევი ჩემ დივანზე რაღაცა და ავიჭერ ხელში და მომონტაჟე და რამდენი ხანი გჭირდება ხოლმე მონტაჟისთვის ალბათ ერთი 5 დღე 6 დღე გააჩინა ვიდეოს მაგრამ ესე 24 საათი არ ვზივა რა არა ნორმალურია რაღაც აუ არ ვიცი ანომალია ხო ანომალია მართლა ანომალია მე ვადასტურებ კომპიუტერში მონტაჟის მაგრამ ის რომ ადამიანი ვინც YouTube-ზეა და თავის დრო ამონტაჟ ეგ არის ყველაზე მაგარი რა ვერავინ ისე ვერ დაგიმონტაჟებს როგორც შენ წარმოგიდგენია არა ვიდეოსაც გააჩნია ხო ეხლა სოსო რა ვიდეოებსაც იღებს მაგის ტელეფონზე დამონტაჟება ანუ 1 საათიანი ვიდეო როა მე დააჩირო საერთოდ ვიდეოს უჯექით ხოლმე და ერთად რო აკეთებდით ანუ სიცილკისკიში იმდენად კარგი იდეები მოდიოდა აი პატარ-პატარა ბლიმების რომ აფში იდეალური იყო ხოლმე რა და ეხა მახარა ნახულობს თავის ვიდეოს YouTube-ზე ნახულობს არც ნახულობს დაჟე აი ეგ არის ბიჭო დაშორდით ამ YouTube-ს კაიგე არ უყურებ შენ ვიდეოებს არ უყურებ მაგას ნუ მეტყვი და სხვას გინეს მაგას ნუ მეტყვი და მართალია ეგ ვერ დააწვა არა ეხა ნახე კაცი მოვიდა ბიჭო კორეებში და ანტარქტიდებში ტელეფონით იღებს და ამონტაჟებს ტელეფონ მაგაზე თვითონ ამონტაჟებს ნახე დღეს იუთუბერი აუ იცი ვერ შემოვა მე იუთუბს ვერ დავიწყე მე მონტაჟი არ მყავს და რაღაცას ლაპარაკობენ მარტივია გაიგე იუთუბერი არ ახლა შენ დამონტაჟებული თუ არა გაგწმაო ბაზარია მონტაჟი თუ არ იცი მონტაჟი თუ არ იცი არ ვაღიარი იუთუბერად ერთი ვიდეო მაინც თუ არ გაგ დამონტაჟებული შენით აი ესეთ ფაშისტური დამოკიდებულება იუთუბერი არ ხარ კი ეხლა რა გამახსენდა იცი შენ კრეატორის მენტორობაზე დაგირეკე თუ არა არა მგონია არა როგორ სოსო უნდა იყოს ჩემი აზრით უეჭველი ანუ მენტორი ანუ მაგაზე არ იყო მე მეგონა რომ ისე დროს უწევდა რომ ეს აქ არ იყო შეიძლება არ ყოფილიყო მაგრამ ანუ სანიმუში ხარ რა არა ძალიან მაგარია ეხა ამდენს მიაღწია ამდენ სპონსორის არა მართლა ტელეფონი აი კორეა და არა ეხლა რა უნდა გეთქვი ეცი მიცა რა თქვი არ გამოვიდა ეს ვიდეო კაი ტელეფონით იყო დამონტაჟებული არა თურმე
არა, რესპექტი, ეგ უფრო დიდი რესპექტი არის, ვიდრე შეიძლება ყველას ჩასვლა ხა რა გავაკეთე. ხო, ანუ მესმის. შევ ტექნიკური ადამიანისთვის. ვიფიქრო ამაზე ერთი კვირა, ვიფიქრო, ეხ საქმე დავჯდე ვაფშე და უნდა ვცადო. სავიდან გაგიჭირდება. მე მიცდია TikTok-ისთვის დამონტაჟება ტელეფონში რა, ანუ CapCut-ით უცებ რაც სხვა ფორმატ ჩამონებდა. რატომ მომატანე პლანშეტი შეჩემ? იქ რთულია, მაგრამ ერთი ტელეფონი მოკლედ საკმარისია რომ იყო თუნდაც ტოპ არხი გქონდეს რა. თავარია შინაარსი ჩემი აზრით. ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ამბობ, ეხლა ძალიან ბევრი დამწყები ადამიანია. არა, ხარისხის მნიშვნელოვანია, ეხლა რაც უფრო კარგი გამოსახულება გეთესია, მაგრამ შინაარსია უფრო და მონტაჟის სწავლა რა. სულ რო შენ აღარ ამონტაჟებდე რაღაც წლების მერე ის რო ტექნიკურად გეცოდინება რა როგორ კეთდება და მონტაჟს ვარ დავждები და აი ეს შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, აი ეგრე ვარ კითხავ და ეტყვი რომ აი ეს მინდა. ეგ უკვე წინ ხარ რა და მონტაჟიც აუცილებლად და ეხა განათებას კამერას და რაღაცებსაც თუ ისწავლით საერთოდ და სხვადასხვა ეხა საქართველოს ვიდეოებს საქართველოში რასაც ვიღებ მე მიმონტაჟებს და აი ვერ გრძნობ რომ ის ვიდეოები ჩემია მიუხედავად იმისა რომ მე ვარ სულ რა და ჩემი ზედამხედველობით კეთდება მაინც და ის რაც ჩემი დამონტაჟებული აი ჩემია რა აუ აი აბსოლუტურად მოყვები ყველაფერში ეხა მეც რომ გეიმინგ ახსე პირველი ვიდეო გავაკეთე რა გინდა რა პირველი ვიდეო გავაკეთე მე უნებოდა რომ მემონტაჟი აიყვანე ვინმე მე და რაღაცა ხო ყავს ხა მონტაჟ ოქტოპუსზე და შევამითხრა რომ მეო კაროში მე დაგიმონტაჟებ თუ გინდა რაღაცა ვიღაცა მანდ გამოვიდა მე ვთხარი რომ მეთქი ანუ არა თქო რა ანუ მე თუ არ მან გუზნობ რომ საკუთარი თავი იმ მონტაჟის დროსაც რაღაც იდეები რომ ამდის და რაღაცებს რო ვყრი ეხა დავიწყე კიდე გუშინ წინ დავიწყე მონტაჟი რაღაც ვიდეოს და აი იმდენად სასიამოვნო პროცესია, იმდენად გათიშული ვარ, რომ ცალკე პონტი ისე ასწორებს, რომ დადებ ვიდეოს და მე ხო, მაგრამ აი თვითონ ის პროცესი მონტაჟის თუ არ გისწორდება, მაშინ ბოლომდე კარგად არ გამოგივა ეგრე მგონია რა. ეგრე. და მე ძალიან სასიამოვნოა აი შენი გაკეთებულის ვიდეოზე რომ ფიდბექს იღებ. ეგ კიდევ უფრო მაგას სასიამოვნოა, ვიდრე აი სხვა რო გაგიკეთებს და იმას ფიდბექი აქვს. კი, კი. თორე არა სასიამოვნოა ყველანაირი ფიდბექი ხა მე აქ საერთოდ ამ გადაცემაში მოვდივარ ტრაქს დავდებ და მივდივარ არაფერს არ ვეხები საერთოდ არც ამას ქირავობ არც მიკროფონთან არაფერთან შეხება არ მაქვს საერთოდ აჩის უთხრა სტუმარი ვინ მოვიყვანოთ თქო და ესეც სასიამოვნოა და ხო ესეც ძალიან სასიამოვნოა რა აქ ეხა აქ იმიტომ რომ აქ თქვენი საუბარია და სტუმრის საუბარია მნიშვნელოვანი და იქ სამოგზაურო ვიდეოში კიდე სხვა ამბავია ამას მონტაჟი არ ჭირდება მაგრამ სამოგზაურო ვიდეოსში მთავარი არის ეგ აწყობა 1000-ნაირად შეიქმნას ერთი და იგივე მოგზაურობის კადრებით ვიდეო და კი ბატონო 1 საათი გავიდა რაც რაბანას დაურეკი კიდე ხო ცოდოთ 1 საათი გავიდა ჯერ არ გამოჩენილა ნიკოლოს რაბანოვი ტანთაცვია ბიჭო ეძინება მაგას ეგ ეს არტურა და ისა რა ქვია რაიანი ცხოვრობენ ხო მაგრამ გუშინ არ გავუსტრემია რა ხო გავუსტრემია მახარ არა მგონი არა მაგრამ მახარ ანუ სერვერი გაუშვი უკვე შენი სერვერი ესე იგი გილოცავ პირველ რიგში დიდი ხანია გინდოდა და შუა ძალიან კარგი და რა მაინტერესებს ისტორია ხა ამ სერვერზე ახლიდან იწყება ძირითადად ძველი სერვერების ტიპები გადმოვიდა და იმას ის ტიპები ხართ ისევ და აი რაღაცები ბმა მოხდა თავიდან უნდა დაგეწყოთ რაღაცა რა მე უყურე სხვათა შორის ერთ იმას რა ქვია თავიდან ის არის შენ იმას თამაშს ეს ყველას თან აი შენ კიდე თავიდან მაგით იწყება ხო არ გასტრიმავ და მე რომ მოვედი პირველი შეყრიო ანუ უკვე ის აგრესიით შეყრიო აი იმიტომ რომ მითხარი შეჩება მე ჩავრთე და მაგრა ჩამithრია სხვათა შორის მაგარი ჩამთრევი თამაში ეგეთი კაი თამაში და რატო გააკეთე ცალკე იქ რაღაცა სპორი გქონდა არა ბიჭო იქ უბრალოდ სერვერზე შეფერები რაღაცები და პასუხისგებ ანუ იქ მოკლედ ვერ იპოვეს ის ჩეთერი და ვიღაცები ვიღაც შერიფებთან გქონდა რაღაცა მე დაპირისპირება იყო ბიჭო ჩემი აზრით მანდაც გეტყვი რა ჩემი აზრით ეგეთ ვიდეოებს შენ რო აკეთებდი მაგას არ გააკეთებ ხარ მესმის ეგეთ ვიდეოებს შენ რო აკეთებდით ხრობით სტილში ნაწილებად იყოს მაგას ჩაუждებოდ და უყურებდი სიამოვნებით რომ დრამატურგია კონდეს მაგრამ 9 საათი ეხა შენ დირიჟაბლში ზიხარ და ვიღაცას კომენტარებს კითხულ მაგას ფიზიკურად იმდენი დრო უნდა რომ მაგას ვერ უყურებ და მაგიტო YouTube-ზე საზღვარგარეთად სხვა და შორის და ფირმა YouTuber-ები აკეთებენ ეგეთ რაღაცას რომ ჭრიან ამოკლდებენ ანუ მაგალითად Elden Ring-ი არის ეგეთ თამაში დახურა ტიპმა სტრიმზე მე ადგა და მოყვარა აი ეს ამბავი როგორ დახურა და ეგ ჩემთვის ძალიან კარგი საყურებელი მაგრამ ბოდიში ხა ყოველდღე რაღაცა იმას 9 საათი ტელეფონიო დადო რა თუ ამონტაჟებდი
ეს ახალი შეიძლება რაღაც ისწავლო. მახარ გაიგე ტელეფონი ვექნება აღებული, ეგ უთხარი ხოლმე ხალხს. საქმე მომონტაჟებ თქო შე. არა, ერთი რა შეცდომას დაუში მონტაჟს რო სწავლობდი იყო რომ ლუკა უყურებდა ხოლმე რაღაც ტუტორიელებს და ასე. რომელი პროგრამა ვისწავლო მეთქი და Vegas Pro ისწავლეო თუ რა Vegas Pro არის სამონტაჟო და Sony Vegas-ი ვიცი მარტო ეხლა. აუ რა ხო. ხო, მე პრემიერი გჭირდება After და პრემიერი. ეხლა სამონტაჟი სხვაშორის ყოფნის. ანუ ხო, ანუ მე მყოფნის, მე რაც მჭირდება რა. ეხლა რაღაცა ეფექტები, რაღაცები გასაგებია რომ ის ბევრად კაია პრემიერი მან. კაი, ესეთი თამაშია რა. რიგრიგობით სამივე ამონტაჟებს ნახე. რიგრიგობით განახებთ ფოტოებს. მახარ. ხო. და ფოტოთი უნდა გამოიცნოთ ქალაქი. ეს გაკეთებულია. ქალაქი? ქვეყანა არ ითვლება. არა, ქვეყანა არ ითვლება. ქალაქი. აუ, რა ქალაქი? როგორ მე ვიცი. ფოტოს გაჩვენებთ და უნდა გამოიცნოთ ქალაქი. რომელი ქალაქი არის რა? ტაშის დაკვრაზე არის, ტაშს ვინც დაუკრავს, იმ უნდა გამოიცნოს. პირველი თუ არასწორად გამოიცნობს, შემდეგ ვინც დაუკრა, ის იცნობს და გამოცნობამდეა მოკლედ რა, თუ ვერ გამოცნობს. ასაგები. მეორე ადგილზე გასული მიიღებს სერიოზულ ფულად სარგოს, რომელიც ანუ სოსო იგებს. შეცვლის მეორე ადგილზე. მეორე ადგილზე გასული. პირველზე არ ეცადეთ. თუ თანაბარი ქულები იქნება, არავინ არ მიიღებს. ალბათ მიხდით ეს თამაში რომ მოგებაზია რომ ყურადღება ზრუნავს ალშიკო რომ მაყურებელიც ნახავს პირველი ფოტო. ვა, მახარ. რა? შენ დაასწავლე. ვერ ხედავ. გამასრო. ბიჭო, ის ევერესტი არ არის? კი, კი. აფრიკა? აფრიკა ძალიან კაი ქალაქია, სხვათა შორის. აფრიკა. ანუ კონტინენტი თქვა შეჭრება, ქვეყანა არა მეთქი და არა, ჩემი დედამიწა უეჭველი თო. არის ი? აი სეიფენის კოშკი არა, ვერ ავხედე. არის ბიჭო, არასწორი. აჩი არ ჩანს მართლა. ტოკიო. სწორია. აჩი. ერთი ქულა სოსოს. ყურადღება მეორე. გაუშვათ. მეორეზე. მეორე რა არის? პრიზ მეორეზეა. ბარსელონა. რა მაგრად უკრავ ტაშა და ერთი ქულა მახარას, ვიცანი მე ერთი ხა, ქულა ეგ. სოსოს. ფოთისგან ვიცი. მე მეორეს ხდება მიზნებ. შემდეგი. ბიჭო რა აი. რა? პროსტა უკრავ შენ. რა? მე დავუკარი? ო, ვიდი და ხეს პრაღა არ არის? არა. კი, კი. შემდეგი სოსო. ისა. არა, ერთიც დაგაკეთე. ცოტათი აცდი ხა. ბანგკოკი. ბანგკოკი, სწორია, ორი ქულა სოსოს, ერთი მახარას. ისე ძველი პროსტა მაინც დავარტყავ შენ. კი, კი, აბარა. მართლა გეუბნები, ეგრე მეგონა ხა. ყურადღება, შემდეგი. ვა, ეს არ ვიცი. არ ვიცი, ვერ ხედავ, მაგრამ სტალინგრადი იყოს. არა, ის გეგონდა. ხო, ვერ ხედავ და მაგით. რა დგას, არ ვიცი. ტაში დაუკარე? რიო. არა. ფუსი. ხო, რა არა, იმერა აზდები. სოსოსთან ახლო რომ მოუტანა, ბიჭო. ვაფშე ვერ ხედავ. და მინიშნება არის რომ ნაყოფი ხარ. მე? მახარა. და შენ იქნები ხა შენ ყველგან. აუ, ჩემიდე. სწორია. სამი ქულა სოსოს 0 კალას, ერთი მახარა. შუ მეორე ვარ? კიევის რამე უკეთესია. მე ვერა. მეორე ვარ, ერთიც რა ვიყო. ყურადღება, შემდეგი. ეს არ არის პრაღა? ორი ქულა მახარას. ეგ პრაღა. აი, ეგეც პრაღა და ისიც პრაღა რანაირად იყო. არა, გოთიკური შენობები იყო, გაიგე და იქ პრაღაში ხვალ დახაც მივამსგავსე რა. ეხა სოსო შენსკენ ვარ ეხა. კალა, როგორ მოგიწიო ახლოს? მე მეორეზე ჩალიჭო. აი, ხა და 0 ქულა რომ აქვს, მე დაინტერესდი ხო ჩემით. აუ სოსო. შემდეგი. უაბრახუნებ. რიო. აი, გარი ხო. სოსო 4 ქულა. რიო დე ჟანეირო, სწორია 4. 0. მოიცა პროსტა შეჩემა რა. პროსტა შემდეგი. დავარტყავ ხა მაინც. შემდეგი, ყურადღება. აი, ხა კალას ვაცადოთ. მე დავარტყი. კუბა. მე, კუბა. რა? კუბა მაგარი ქალაქია. ეს მოიცა ზემა აუ! მოჭალი ნამყოფია. გორი. არა. ნაპოლი. მიხდი? აუ, დაგადერ გოლში. ციხია რაღაც. ციხე სად არის? ახალ ციხია? კაი, ვერა. რაბათი. ვერ მივხვდი. კაი, სწორი პასუხი არის ზანზიბარის თოუნთაუნი მახარ. აუ, მოუტანა შეჩემა, სადაც მოჯმულია ყველა ქალაქი მოუტანა, თო, სადა არა მაქვს. ვერა იყო კაკრაზე. ვერა ვიღე ქულა. აი, რო ვერ აიღე მე შენ. სოსო მაიღო, სოსო. ყურადღება შემდეგ. სანზიბარ. მახარ?
გისმენთ? გული უნდა მეთქვა, გაიგე. რა გოლი უნდა გეთქვა შეჩება? თქვი რამე? ესეთი ლამაზია? აი ეს უკან თამ ისაქნა რა. იქ ბიჭო დამიზუმე რა, ვერ აი მიახლო ეს ეკლესია ჩანს რა, რო დავინახო რა ეკლესია. გილათი არ არის? გილათი არ არის, ქალაქი თქვი? ქუთაისი. ტაში დაუყარი? ხო, აბა. სამიქულო מחარას. უკან ხვამლია ისა? აზე არ ახათ ბიჭო. ხვამლის თან ახე რა ლამაზია. მე ვერ ვარ ძლიერი პეიზაჟებში და იმას, ძალიან სუსტი ვარ. 4-3, მეორეზე გავედი. რამდენი? ალა, ცოტა უნდა 3, 2 წავიდა. ლონდონი. სწორია. გაიჭრა კიდე. ვაფშე სოსოს რომ მოუგო, შენ მეორეზე შეგილია გახ. არა, მე არა, პირიქით მეორეზე არ უნდა გავდივარ. დაგეკრა ტაში. დავაი. მეორეზე გავდივარ მე, რო მეორეზეა პრესი. ყურადღება. შემდეგი. ეხა ეს თქულა უნდა ავიღო. ბიჭო, ეს არის ფოთი არ არის? ფოთი არასწორი პასუხია. თქვენ ვეღარ გასცემ შენ მახ. სიგივია კაცო. ფოთი არ არის ბიჭო? არ ვიცი. რავი. სიგნალი ხო არ არის? ფოთი არა, დასავლეთ ბათუმისკენ რაღაც ქალაქი არის. ნამყოფი ვარ, ფოთის კრუგი არის ეს. სოსო. ისა გურია? არა, სწორი პასუხია ხაშური. ხაშურია? რა უნდა ხაშური? სწორი ხაშური. აუ, მოდი შეედო ვერ გამოვიცანი რა. რა უნდა ხაშურში ტურისტსა? სიხილი რა. შემდეგი. ჰამაკეს ველოდი. იქით რო ატრიალეს ბიჭო. შემოახედე. მე დავარტყი. ის არ არის ამერიკას საკუთხედი ისა. ფუჩ შემი. ამერიკაში. დრო შაურთე რა, ანუ. იმახა. 5, მოიცეცით, გეხუთი. 4, ნელა გითვლი ძალიან. დამიზუმე პროსტა რომ იმას გავიხსენო რა. 3 არა. ვიცი რა ზეციდახის. ხო 2 კალაზე გადადის. ლას-ვეგასი კი არა. წავიდა, არ არის ლას-ვეგასი. დაფიქსირე. არა, კი არა დათქო. სიდნეია. 3 ხო? 3 ქულა מחარას 1 კალა. ტაკლაჩი. სიდნეის დედა. ყურადღება. ნახე, რეებს აკეთებს. ეს უნდა იყოს არა უნდა იყოს, შეჩემა. თქვი, მიდი. აუ, მე შედავ. აუ. ქალაქი რომელი? ნახუ, დაუთვალე. მკიდია. ამსტერდამი იყოს. სწორია, ეს არის ამსტერდამი 3-2. ეგონი მეორეზე. ეხლა თანაბრად ვატრიალებ, მარტო კალასკენ არა. ბაქო. სწორია. ბაქო სწორია, კალას არ მიეცა შანსი გათანაბრების. არა უშავს. მიდი კალა. ოც რა გათანებს? 4 გულა მყავს მე. მიდი კალა. წავიდა. მიდი კალა. კალა. რა არის ეს? ბიჭო. რა თქვი? დამიზუმე. არ ვერ მიხდება შანსი არ არის. თუ არ ვიცი, სამი არ არის. 5 ნელა გითვლი. 4 ის არის რაიე. დამიზუმე რა გიხუცი. აზრი არა აქვს. წინ ხარ. 3 2 ფერმა ის 1 რამე თქვი? ფერმინია. არა. არა. ხენიანი. კალა დაუკარი შენ ტაში. ხენიანია თქვა. მე დაუკარ. შენ დაუკარი? ხო არა, დაიკიდე. მე არ ვიცოდი. ხენიანი და პიონგიანი კი იგივეა? ხო. ხენიანი ქართულად. არა, მე მაინც არ ვიცოდი. აზიურს ამბობდი რამეს, მაგრამ ხენიანი რო იყო არ ვიცოდი. შემდეგი. შეჩემა. მოსკოვი. არა. მიდი კალა. არა. რამე კიევი. სანქტ-პეტერბურგია. ოპა! 3-3. დაიკლაჩა. ანუ ხო. მიდი. მე გავედი. მოდი შენ. მე გავედი. მედი. წავიდა. დაინახა შეჩემი. ვაფშე არს დამინახავს ჯერ. აც ახლა ვერ ხედავ ბიჭო. კაირო. არ ვიცი, და ტაში დაუკარი. მე დაყრული მაქვს ტაში. დაფიქსირე? ბიჭო, ნილ ეგ მაგხელა მდინარე ან ვოლგა არის. რა ვოლგა შეჩემა. კაი, აფიქსირებ. კაიროს აფიქსირებ. სწორი პასუხი. მახარა ვოლგა რა არა, ბიჭო, შენებლობებით, იმიტომ რომ მაგდენი ხიდი და მაქსიკანი არც ერთი არ არის. ბრავო.
არა ახლოს რო იჯდა მაგით მოვიგო. მოდი ვაღიარეთ რომ ცოტა ისეთ ქალაქებიც ჩავსვი რომ ახლა ნამყოფი იყოს იმ სუსტია გეოგრაფიაში ძალიან. არც ერთი არა, სხვა შორის იმეებით რა, ვიზუალით და რაღაცა ძალიან მიჭირს მე ვერ ხვდები. და თან ისე ფული მოჯვი. არ ჩანდა კარგად. შეიძლება შენი ცხოვრება מחარ გილოცავ מחარ. აი, აქამდე ხო არ მომიგია ვიღაცებს ეუბნებოდა ხო მეათში ისინი ჩუმათი კარგავდნენ. მე გეტყვით ყველაფერს რა მოხდება ამის მერე. ყველა პოდკასტში გეტყვით გამეორდება თუ არა სოფოკლაძის ამბავი. მე არასდროს არ გამიმაზია ჩარიცხვა. რამდენი ეგ მეორე საკითხია. ფული მოიგო? ჩარიცხვა არ გამიმაზია. არა, ველოდები ხარ აფერს არის. გილოცავ. ეხავე, მოიც. სხვა შოლებრივად. 100 ლარია ისევ? მახარ. რაში დახარჯავ მოგებულ თანხას? გეტყვით ახავე რა. აი მე ხო იცი. ბიჭო, გუშინ დავწერე კოდი რა. აი ხაი ტელეფონის მონტაჟზე საიტი მინდოდა და ერთმა დეველოპერმა უცებ ამიხსნა რაღაცები და ესე საიტის ასაწყობ სოფტს მივაბი 2 AI და ქართულად ველაპარაკებოდი და ეს წერდა რა. ანუ საიტი გააძრო როგორი ფუნქციონალით, იცი რომ აი ვაფშე ის ადრე რო იყო რომ დეველოპერთან ჩადის აი ეგ ვაფშე დაიბრიდა ეგ დრო. AI მე ხა მაგარი გარდატეხა შემოიტანა. მონტაჟოდის დაიწყებს დაწყებული არა აქვს უკვე? რო უკარნახებ და გააკეთე. ყველა ვიდეო რო აღიქواس, გაითავისოს და მე რასაც ეტყვი იმის მიხედვით რომ დაამონტაჟო. იზამს მალე იზამს მაგას. წესით ხო? მაგრამ ეგ არ არის კაი. აი ეგ სად იქნება ისე? აი მაგას აი, რასაც- ვეცოდი, მაგრამ მოვდუნდი მე. აი AI-ს გახსოვს როგორ ვეცოდი მე როგორ არა, იქნება. გამისწორდა. მე მოვდუნდი და ანუ რო ფიქრობ რაღაცებს რო ეუბნები და რო გიკეთებს რა, შენ ნააზრებს. თამნეილებში მაგალითად ძალიან კარგად ვიყენებთ უკვე. ძალიან კაია. რამდენი ჩარიცხა? 100 ლარი ხო. და ჩემს ხოლმე მართლა შეიძლება. იმიტომ დღეს ვაპირებდი ბენზინი რო ჩამესხა 10% მაინც მანქანაში და მე ამას არის ეს ჩავასხავ 10%. მოიცა შენ ხო გაზზე გადაიყვანა? მაინც ბენზინი დავდივარ. რატომ? გისწორდება გაზის სუნი როა მანქანაში? არა, გასული არ მექნება, გარეთ მიყენია. აჩქარება უფრო კაი აქვს რა. მართლა ჩააყენე? მოიცა წინა გადაცემაში რო კითხე რომ ისა გაწევა არ დააკლა მეთქი და არაო? არა, ბიჭო, ნახე, ბენზის აქსელერაცია აქვს უფრო სწრაფი. აქსელერაცია და გაწევა მე არა არის ერთ იგივე? აბა გაწევა რა არის? მილიწამებით არის სხვაობა რა. რა მანქანა ყავს? F-150. მილიწა მიცი რამდენია ყალა? მილიწავი არის. რო ჩახვალ კიბები და ხო მოგიწევს აქ. მილიწამების გამო ასხამ ბენზინს ხო? მიხვდები, სიმაღლეზე მიხვდები. მილიწამების გამო გადახვედი ბენზინზე. 40 ლიტრს წავს, შეჭება იდინა. აი რა აქსელერაციას არ გჭირდება, აი გიორგი წმინდაშვილი ყოველ ყოფილში შეგრიალდე, თუ არ შეგრიალდე, გაზით ვერ შედიხარ? აი, ხო. იმენა ქაჯი, სუფთა ქაჯი რა. რა რომ მოვედით? ნუ ეს ამის მანქანა ხო თელი პარკინგი რაც არის ნახევარ ამის. რა მაინტერესა. ტანკი დგას ესე და უჭირავს და აუწიეო ზემოთ და ეს არის ღირს ესთანიშნავდა. ნუ ახლა ყველას კიდია რა, ახლა ამის მანქანის აწევა თუ რაღაც. დავით, აი დავით აყავს ბოლო ის. დავით. ნახე და დავითაც ხა ვითომ ეხა აინტერესებს, ადგა ჩავიდა ნახა. ვერ უბედავენ ეხა ამ უფროსი კაცია. რა ტრაქში 20 ტრენს მიყრიდა, რა ვერ მიბედავ. არა, 40 ლიტრი ბიჭო, ბევრი არის და მაგიტო 40 მართლა ძალიან ბევრია. ნუ ბაძაგი. დღეს ეხა უნდა მეთქვა და ჩააკვეხე ეგ სიტყვა რა. დღეს იყო სანიმუშო გადაცემა. ისეთი გადაცემა არის, არც გინება, არც ამოსაჭრელი არაფერი, არაფერი. ბიჭო, იმიტომ რომ რაბანა რომ მოვიდა, იმან არია თორე. სკოლებშიც ვაჩვენოთ, სასტუმროს ლობიშიც ჩავსო და არა, ჩემ გონია რომ ეგრე არ იყო. იმიტომ რომ ცოტა იყო თორე სკოლაში. ფლაც სკოლაში. აი, მეორე კლასის ბავშვებს რო ვაჩვენოთ, ნუ. არა, იყო რა. მანქანაზე გუშინ მოვისმე, რომ ასხავდი გას. ტიპი მოვიდა, ნახავ რაღაც ისე და რა იყო ეს მანქანა? ოსებმა დატოვესო. ანუ ტანკის პონჩი რა. ცხინვალში ოსებს დარჩათო ეს მანქანა. 90-იანების ხუმრობაა. რაღაცები ხუმრობა იყო, ძალიან გამეცდა რა. ბიჭო, არა, გააჩნია ხუმრობას ვინ იტყვის და როგორ დიდი მნიშვნელობა აქვს. ოსებს დარჩათო ცხინვალში. მოულოდნელი რო არის ვიღაცისგან რო არ ელოდები და უცებ რო გაგიძრობს შენ ბავშვი ვერ მიხვდეთ თან ხუმრობას. და აქედან მინდა რომ შეიძლება რომ მადლობა სერვერის ადამიანებს რომ მოუხადო აქედან სერვერი გაეშვა და გუგას გიორგის დიდი მადლობა ცალკე მდგომარეობას და მადლობა კიდე Royal Teams რომელმაც
ძალიან დიდი გვერდში დგომა გამოხატა ამ სერვერზე და ზედ დააკოდნენ მართლა რა და იდეალურად 4 შეტევა იყო გუშინს. წარმოიდგინე, ახალ გახსნის სერვერზე იყო 4 შეტევა. გებრძვით ვინმე? ორი დოსი იყო $800 ანუ ვიღაცამ ფული გადაიხადა $800. რო დაგძირონ? რომ არა, სერვერს შეუტიეს. მაგრამ აქედან და ნუ მიძირო სერვერსა ვარ უთხარი მე? უფრო მეტი მაქვს მე გადახდილი რომ დოს მოჭამოს. მიხდი? და ორი ჩეთერი იყო რომელიც ეგრევე მოგვარდა რა. რატო შვებიან? პროსტა ხო ვიღაცები ეგრე შვებიან და რატო შვებით არ მესმის ბიჭო? აი ვაფშე ძალიან ცუდი კომუნიტი ყავს რა. Oh, really? აი არა თვითონ ამ role play თამაშებს GTA-დან მოყოლებული იმდენად ეს აგრესია ისწავლა ხალხმა რომ ეხლა ვცდილობ რომ ამათ აუხსნო რომ ბიჭებო არა აი ვიღაცები თუ იგნებიან პირიქით ველაპარაკები რომ მოდი აი შენ რა ჯიგარი შენ რო ხსნით ან ესა რა ქვია მაგას არა ბიჭო იმიტომ რომ ტოქსიკური გარემოა იმ დროს შემოვიდი რაღაცა დავწერე კომენტარში და იქ ჩატში ვიღაცა მე აქ ცენზურას არ ვუყავთ მე თქვი მაყარასთან ეხა მე მინდა შემოვალ უტრუსიკოდ გავივალი ვაფშე თქვენ ვინ კითხავ იმიტომ შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს სხვის თორე ჩემ შევედი ხამე ვიძინებდი უკვე ეს FIFA აჩი FIFA-ს ხომ ორჩით 3 საათი იყო ღამის და 4 დაიწყო და დავწეხი ხო ვიძინებ და ეს ჩავრთვე და შევედი מחარა როგორ გამიკეთა ეს ბიჭო არა იმიტომ რომ რაღაცა მე გავეხუმრებით ხო და იტი ნახუიო შენო და გააჯვიო თუ რაც დაიძინებთ ვიანია თქო თუ რაც შენ იტი ნახუიო ეგრევე ან ძალიან შესულია რომ სტრიმზე ნახე ხო ესე იჯდა როგორ გამიკეთეს ეს და ნაზარიო მახჩობდა ვისვე თამაშეთ ეგ თქვი თუ შეიძლება თუ კი რავი შენცი აი ხო ყვარასო ვეთამაშოთ თუ რაღაცა არაფერი ხო შენ ხუმრობებზე რომ კარგად თამაშობს, იქაც მოგვიგო რა, ანუ და ეგ. მოგიგო მართლა ვიდეო. შეიძლება ჩეთი. მოგევა არ ქვია მაგას מחარ. რაც მაგათ მოგვიგო. ლაქში გამოგვისვეს ქვია მაგას. მაზიანზე ეთამაშე? აი შემდეგზე უკვე ყველანი ვიქნებით და ხარი დაუცე, მე დაგემატები უეჭველი. იმათ დაემატე კაცილებით კარგი შანსი გვექნება რომ მოვიგოთ. შენ იქნები ჩვენი ტრუასხენი. მიწერე ხო ყავს მიწერე რომ ისა დაგემატებით თქო კი და აქეთ ამ ხარეს გავსტრიმავ მე რა არა შენ არა ხარო გაჯვავ ამ თამაშიო თქვენი არ ვარ გავა და გააჯმევინეთ ხო მე რატო გინდა რომ გასტრიმო ეგ თამაში აი 1-2 ჯერ პრესტა რომ ვიკავ ოკეი ხო არა ვიღაცამ ვიღაცამ კომენტარებში წინაზე დამიწერა რომ კალასო გეიმინგი გემოვნება აქვს მინუსებშიო ა თქვენ თუ გონიათ რომ მე FC-ს რო ვთამაშობ, ეს არ ვთამაშობ ხოლმე, უბრალოდ ეს რა შევიკრიბეთ და მაგაცები რო შევდივარ და ვერთობით, ეგ არის. თქვენ თუ გონიათ რომ მე ჩემი გეიმინგ მოღვაწეობა მაგით იწყება და მთავრდება ძალიან ცდებით. ამის თქვა მინდოდა. მოიცა სტუმარმა ძალიან მოიწყინა ეხლა და არა, დავამთავროთ ან ბოლოსკენ გავიდეთ ამ კითხოთ გეიმინგი. არა, დიდი ხანია ვწერთ და მაგით და გეიმინგთან როგორ ხარ ის? არა, ცუდად. არაფერი, მაშინ დავამთავროთ. დაკავებულ ხალხს, ვისაც ამდენი საქმე აქვს. არ აქვს დრო მაგისთვის. მოიცა. რა? არა, მოიცა. არ გინა. სოსო. რა? არ დავავდო. ბიჭო. აბა რა. ვაცადოთ რომ დააჯვასო. მახარ. ვაკა შენ ყველებს მაგას ვიხრი. აი, სირობა გადამოაგო. შენ თვითონ გინა გითხრა ეხა. აი, ბოლოსკენ მაინც. ამბობ. შენ ეხა საერთო კაც კი აღარ ხარ. შენ ხარ არტურა. და იმიტომ რომ შენ ვიდეოებს შეჩემა არ უყურებ როგორ მონტაჟდება, YouTube-ზე ნახულობ მე როგორ იდება და იმას გადაყოლილი ხარ, გადაკიდებული ხარ დღე-დაღამე იმას. და ფინანსური ინტერესი გააქვს? აბა ეხა ეს ისე რო თამაშო? ხო, რამე შემოსავალი არის? ხო, აბა. კიდე კაი. თორე პროსტა რო იჯდე და. ანუ არა, მეუბნებია რომ 2 საათზე მეტი შემიძლია არ გავსტრიმო, მაგრამ რო ჩავკეცავ, დილის 6 საათია ხოლმე რომ გამოვცხრას, აგუშინ იყო რეკორდი, 11 საათი იყო სტრიმი. და უწყვეტი? ხო. ჩემი. ნორმალურია ხა. არ არის ნორმალური. ძალიან ბევრია. ეგ მე არა. შენ ვერ გასტრიმო, რო კაიგე. იმ დამცირების მე რასაც ვიტან ხოლმე შენთან, ანუ კიდე აქეთ რო თიც მიკნევ. არა, გავიგე, ეს შემოდი რა, ეს უნდა იყიდო $8 შენ შემოხარ. იმას მაინც მეუნებოდა რომ მოგცემ, მე გაგიმზადებ რა. ყველა ვაიზლისტის არ დაგჭირდება, პროსტა შემოდი. მომისმინე. და ტატოც შემოიყვანე. აი, ითრავე ესე იგი ჩემებს კიდე რომ შევიდე და ოჯახი შემოვიდეთ. აუ, ზად, აი. არა.
ეხლა მაგას გონებ გიჟე იქნება. მე არ გამასტრიმინო გეხვეწები. მე შემოვალ, გეხვეწე. ხანდახან შემოვალ ხოლმე. ერთხელ გასტრიმი რა, კაცი. რატო? მინდა რომ რეკლამა გამიკეთო. აი სოსაც უთხარი მაშინ და არ მინდა, ამას საქმეებია. არა, წალი. საცალია სასტრიმა. გასტრო შენაბოდა. იქა ლუც. ცოტნე დიდი კაცი ლუდის სმელის, აუ აი ყველა ისეთი ყავს რა. ჩხუბებში გუნდიშას გაუშვედი და აღარ დაგამო ბარში. ის არა ქვია. გასტრიმოა შენი ხათრით? აი. ერთხელ. ერთი ორჯერ ვსო. ერთხელ გავსტრიმა. აი, ხო, ბაზარი არა. ერთი ორჯერ, აი. და მე შეჯდები. ბიჭო, არ მინდა რატომ მითხრევს ამ რაღაცას? არა, ერთხელ გასტრიმა ვსო. კაი. სოსო, მადლობა ძალიან დიდი. სოსო, ოქრო ხარ. ოქრო ხარ. გასწორა. და მადლობა პირიქით. YouTube-ს სტუმრების მიხარია ხო? რა. არა, სხვაიც მიხარია, მაგრამ YouTube-ს განსაკუთრებული. ხა, რაღაცა რომ მოდის. მაყურებელს შევახსენოთ, დალაიქება ვიდეოსი, არ ვამბობთ ხოლმე ხშირად. დალაიქეთ, მეგობრებო, ვიდეო გამოიწერეთ არხი, რადგან თქვენ ძალიან დიდ სასწაულს იხილავთ. დღეისათვის კი სულაც იყო, შემდეგ ხუთშაბათს კლავ პოდკასტს თოცა გახსნით, კლავ დაგხვდებით, სტუმარი სხვა გეყოლებოდა, სოსოს წარმატებას უსურვებთ და 3 წლის მერე კიდე გელოდებით, იმიტომ რომ ეგრე გიწევს. აქ მოხვედრა ეგრე გიწევს. ცოტა მოტეხილები ზარი არა.